საღამოშიდობისა პატრიცემულო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა რომ ხართ, გვიყურებთ და გვისმენთ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. მოკლედ ამდენი ტყუილებით ძალიან სიმართლე გითხრა ძალიან გადაიღალა მთელი საზოგადოება, იმიტომ რომ ის მოცემულობა რაც დადგა ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება მსოფლიოში ზოგადად და თან უყურებთ ამ საგამოძიებო კომისიას და ხედავ ხოლმე ისეთ შეფასებებს, კომენტარებს თითქოს ადრე შეიძლებოდა ამის დაწყება და რატომ 19 რატომ ველოდებოდნენ ამას 12 წელი და ესე მგონია რომ ვერ ხვდება ხალხი რომ ამას ყველაფერს ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა იმდენად გამჯდარი იყო აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების NGO-ების ფესვები ღრმად და ეს ძალიან ნათლად მეტყველებს იმაზეც რომ პატრიცემული გახარიას საუბრიდან გამომდინარე იქ თურმე კაბინეტში ლომჯარია ეждდა ის კურირებდა თუ რა უნდა ექნა და როგორ უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2012 წელს რა მოცემულობაში მოვიდა ქართული ოცნება კერძოდ ბიზინა ივანიშვილი რა მოცემულობაში შემოვიდა პოლიტიკაში და ძალიან კარგად გვახსოვს თუ იძულებული პრინციპში გახდა ის გუნდი შემოეკრიბა, მაშინ რა გუნდით შემოიკრიბა, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ანალოგიური იყო 2008 წლის არჩევნების იმ გუნდისგან, რაც მაშინ შემოკრებული იყო ოპოზიციაში, იმდროინდელ ოპოზიციაში და თუ როგორ უნდა ემოქმედა მაშინდელ ოპოზიციას, ხო? ყოველგვარი ფინანსების გარეშე, აქედან ამ გადამოსახედიდან რო უყურებ ამ ყველაფერს, პრინციპში შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ უმრავლესობა მათგანი პირდაპირ ზურგში დანიშ ჩამრთმელები იყვნენ და ჩაგვარტყეს კიდევაც თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, რომ თვითონ ოპოზიციის ხელმძღვანელები, მაშინდელი ხელმძღვანელების რაღაც ნაწილი კონკრეტულად ისიც კი არ უნდათ რომ რაღაცნაირად ხალხი შეკრებილიყო და ყოველ წამს ამერიკის საელჩოში დარბოდნენ და იძახდნენ რომ არა ეგენი კაცო ხალხს ვერ შეკრიბავენ, სტადიონს ვერ გაავსებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა 2012 წლის მერე ამ ხალხის მოცილება რამდენ დროს მოითხოვდა, ხო, ჯერ პოლიტიკური პარტიების, იმ ადამიანების, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებში იყვნენ გაწევრიანებულები და შემდეგ კიდე ამ მთელი NGO-ების ჯარის. ხო და ესეთი მარტივი არ იყო, ვიღაცას ახლა დღეს შეიძლება მარტივი გონია და იძახის, რომ რას ელოდებოდით ეს 12 წელი და რაღაცა ეს ეტაპობრივად ხდებოდა ეს ამბავი და საბოლოო ჯამში ისეთ სიტუაციაში განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული რუსული აგრესიის შედეგად გამჟღავნდა ეს ყველაფერი, ხო, საზოგადოებისთვის და ხალხისთვის, რომ დაიწყო იმაზე შეტევები ძალით, რომ გინდა თუ არა რაღაცნაირად აქედანაც მეორე фронტი გახსნილიყო და პარტიზანული ომი გვეწარმოებინა, აი ამის მერე გახდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ესე ძლიერი არასოდეს არ ყოფილა ქართული NGO სექტორი და მაშინდელი ოპოზიცია, როგორც 2012 წელს იყო და რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა და დასჭირდა კიდევაც. პრინციპში ჩემთვის აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს და მე მგონი რომ არც იმ საზოგადოებისთვის უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეხა ახალგაზრდები ყველა ყოფილვართ, ყველა ვდგარ ვართ რუსთაველზე დაწყებული ეხა 80-იანი წლების ბოლოდან
88-ში დაიწყო ეს მოძრაობა და ძალიან კარგად მახსოვს, რომ პირველი ესეთი დიდი მიტინგი იპოდრომზე გაიმართა, რომელსაც მაშინდელი ოპოზიცია ხელმძღვანელობდა და იქიდან მოყოლებული, რა ვიცი, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებას, ჯანსაღ საზოგადოებას არ გამოუტოვებია არც ერთი ესეთი ხალხმრავალი მიტინგები, როგორც 2012 წლამდე იყო და შემდეგ უკვე დაიწყო რაღაცნაირად აი ამ ტყუილში არსებობა, იმიტომ რომ წამოიზარდნენ ის ახალგაზრდები, ესე ვთქვათ, ნელ-ნელა წამოიზარდნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც აი ეგრე შეგნებულად მთელი ამ წლების განმავლობაში ყველანაირი ეროვნული წაართვეს. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად რას ემსახურებოდა ამ NGO-ების დაფინანსებული წიგნები ვთქვათ, ხო? იგივე მაშინ ვერ ხვდებოდი ამას, რატომ უნდა დაეწერა ადამიანს, ვთქვათ, დაუშვათ თამარ მეფის ლანძღვა გინება და აუგი, ხო? ცოტა გიჟიც მეგონა, იმიტომ რომ მე მახსოვს მაშინ პატრიარქთან ბოდიშიც კი მოიხადა პატივცემულმა ლაშა ბუღაძემ იმის გამო, რაც დაწერა. ისეთი ამბავი ატყდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი მე რაღაცნაირად გაცვდა, იმიტომ რომ ერთმა დაიწყო, ორმა დაიწყო, სამმა დაიწყო, ზოგმა საკუთარ დედაზე დაიწყო ლექსების წერა, პორნოგრაფიული ლექსების წერა და ასე შემდეგ და ამას თითქოს რაღაცნაირად მიაჩვიეს ახალგაზრდები და მიაჩვიეს ამ ყველაფერს აი ეს ნამდვილად ღირსეული ხალხი, რომლებსაც პედაგოგები, ქართულის პედაგოგები, ისტორიის პედაგოგები ყოფილი, ვისაც მართლა საქართველოს სიყვარულზე, ხელის გულზე ედოდა, შეფოფინებდა, ესენი საერთოდ ჩარეცხეს და მოიყვანეს ისეთი ადამიანები პედაგოგებად, რომლებსაც აი ამას დაამსგავსეს ეს ყველაფერი, რასაც ახლა გავს. და ამას ვებრძვით ახლა ჩვენ, როგორ სიმართლით უნდა ვებრძოლოთ, ხო, მაგრამ იმდენი წელი არის გასული, ხო, რომ რაღაცაზე სიმართლესაც რო იძახი, ხო, მათთვის არავითარ ყურადღებას არ იწვევს ეს. მათ გონიათ რომ ისინი არიან მართლები ამ სიტუაციაში და იმიტომ რომ ელემენტარული ხო შეიძლება ეხა ადამიანმა იფიქროს რომ მართლა მატყუებენ თუ მართალია ეს არჩევნები გაყალბდა თუ მატყუებენ, ხო? როგორ შეიძლება 3,5 მილიონიან ქვეყანაში 300,000 ხმის გაყალბება? სულ მცირე დრო ვთქვათ, ხო? შეუძლებელია თან მით უმეტეს, როდესაც მთელი საზოგადოება, ესე იგი და მთელი მსოფლიო, ესე ვთქვათ, გიყურებს გამადიდებელი შუშით, აგზავნიან ქვეყნის დამკვირვებლებს, არაფერი იმ ვერაფერს ის დამკვირვებლები ვერ წერენ, თავიანთი NGO-ებიც კი ვერ წერენ, ისტფედი და არანაირი ფაქტები არ აქვთ. მხოლოდ აღქმებზე დამყარებული ამბები არის ეს ყველაფერი და ახალგაზრდას ვერ აჯერებ, რომ ტყუილზეა აშენებული მთელი მათი აქცია. იმიტომ რომ აქედან იწყება, ხო, არჩევნების გაყალბებიდან იწყება და რა თქმა უნდა მეორე ტყუილი ის, რომ რუსული მთავრობა, ხო? და ფაქტს ვერ დებენ ერთს, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდი ფაქტია, მილიონი ფაქტია იმისი, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში რუსული საქმე კეთდებოდა, დაწყებული აგვისტოს ომიდან დამთავრებული, რა ვიცი, იმის სტრატეგიული ობიექტების გადაცემაზე რუსეთის მიმართ და რა ყველაფერზე აბსოლუტურად, შეხვედრები პუტინთან და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა მათ რიგებშივე ოპოზიციის რიგებში ჩანერგილი ყოფილი მგიმოდამთავრებული სტუდენტები და იქიდან ფულების რიცხვით და ფაქტს ვერ მეტყვით ერთს. აი ერთ დამტკიცებულ ფაქტს ვერ იტყვიან, რომ რატო არის დაუშვათ დღევანდელი რეჟიმი რუსული. ერთი ფაქტი ხო შეიძლება დაიდოს არა? მაგრამ არა, აი პირდაპირ, აი ჯიუტად მიყვებიან ამ ორ ტყუილს და ამ ორ ტყუილში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა, ეხა ჩვენს გვანერვიულებენ, იმიტომ რომ არ არსებობს ეხა ახალგაზრდობა ქუჩაში რო გადის, რაღაც ნაწილი ყოველ შემთხვევაში ნერვიულობ, ხო? ნერვიულობ, ჯერ იმაზე ნერვიულობ, რომ ტყუილში არიან შეყვანილები და მე იმაზე ნერვიულობ და ბოღმაზე სკდები იმაზე, რომ
ვინც ესენი გარეთ გაიყვანა, ხო? და საკუთარ ხელს ითბობს ამათი პროტესტით, ხო? იმაზე საერთოდ გადადიხარ ჭკუიდან და არიცი რა გააკეთო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ამასაც დრო ჭირდება. არ შეიძლება ნაჯახივით გადაჭიხვა ყველაფრის და აი ზოგი იძახის, რომ მოგვაშორეთ, ან ეს ვქნათ, ან ის ვქნათ, ან რაღაც ჩვენ გავალთ და ამას ელოდებიან ზუსტად გარეთ. ჩვენი დაუძინებელი მეგობრები, რომ აქ რაღაცნაირად არეულობა მოხდეს, დავჭამოთ ერთმანეთი და მე ამაზე მოითხოვს ყველამ აბსოლუტურად, ვისაც უნდა მოთხოვა ხელი, გარეთ. ხო და რა თქმა უნდა, ხე ჩვენ სიბრძნეზეა ეს დამოკიდებული, იმიტომ რომ გავლილი გვაქვს ეს ეტაპები ძალიან ბევრჯერ ამ 30 წლის განმავლობაში და მგონია რომ ამაში აღარ შევსდებით ნამდვილად, იმიტომ რომ რაც არ უნდა ცუდად ვიყოთ, რაც არ უნდა ნერვები გვეშლებოდეს, მაინც მოთფინება ჯობია ყველაფერს, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ეს არის ყველაზე უფრო ქრისტიანული, ეს არის რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ქრისტემ მოითმინა ჩვენი გულისთვის და რაც არ უნდა ეხა დაუშვათ ვიღაცის და რაღაც ის გვინდოდეს რომ რაღაც უფრო ძაფრი მეთოდებით უსწორდებოდნენ ეს ჩემი აზრით შეცდომაში შეყვანა საზოგადოების ხალხით და მე მგონი რომ ცოტა უფრო ამ ყველაფერს ცოტა უფრო მოთფინებით და უფრო იუმორით და უფრო იმით თუ შევხედავთ ხო გულგრილად ესე ვთქვათ რა უფრო მალე და შინაარსიანად გავალთ ფონს ამ ყველაფრიდან რაც დღეს ხდება იმიტომ რომ მე ძალიან რა თქმა უნდა ყველას არ არსებობს ნორმალური ადამიანი რომ ეხა ამ სიტუაციას არ განიცდიდეს მაგრამ სტრატეგიული მოთფინება არის ყველაზე დიდი იარაღი ჩვენი რომლითაც უნდა ვიხემძღვანელოთ და აუცილებლად ვიხემძღვანელებთ და ყველა თავისას მიიღებს აბსოლუტურად ის მატყუარებიც რომლებმაც ეს ახალგაზრდები ნაწილი შეცდომაში შეიყვანა ის პოლიტიკოსებიც ის NGO-შნიკებიც და აბსოლუტურად ყველა უბრალოდ არაფრით არ შეიძლება დაუშვათ ამ ქვეყანაში ძალადობა იმიტომ რომ ამას ელოდება ყველა ჩვენი მტერი ვინც კი არის გარეთ და შიგნით რა თქმა უნდა კარგით დღევანდელი ჩემი სტუმარი დაჩი ცაგურია იქნება დიდი მადლობა დაჩი რომ ხარ ჩემი სტუმარი შენ გამოჩდი საერთოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაშინ როდესაც იყავი ახალგაზრდა აი ამ ათხელა სტუდენტი და რაც შენ თავზე არის გადავლილი პრინციპში ეს კიდევ ერთხელ მინდა რომ გავიხსენოთ და შევაფასოთ დღევანდელი მოვლენების და მაშინდელი მოვლენებიც რა იყო მაშინდელი ახალგაზრდობის მიზანი და ამოცანა და ბრძოლის ესე ვთქვათ რა მიზნები ჰქონდა მაშინდელ ახალგაზრდობას და რითი განსხვავდება ეს დღევანდელი ახალგაზრდობის ნაწილი მე ყველას ვერ დავაბრალებ ამას რომ ყველა ახალგაზრდა ესეთი მოტყუებული ტვინით არის მიმართული დღევანდელი პროცესების მიმართ მაგრამ ნუ განსაკუთრებული ნაწილი ჩვენ ვხედავთ როგორ იზრდება მათი რიცხვი და ესე ვთქვათ როგორ ვერ კონტროლდება განათლების სისტემა ისე როგორც უნდა გაკონტროლდეს და ის მაგარი ხალხი მართლა ვისაც თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს ისინი დღესაც კი ესე ვთქვათ ჩარეცხილები არიან და არასწავლიან ურთიერთობა არ აქვთ ახალგაზრდებთან და ისინი ცალკე განიცდიან ამ ყველაფერს რაც არის. სხვათა შორის ჩემი ეს რაღაც სტუდენტობის და ეს ამბები რაღაც გაიხსენე მინდა რომ ამ ახალგაზრდებს უთხრა და მოუყვა ეხა ერთი ფაქტი რომელიც არასოდეს არ მომიყოლია სხვათა შორის გია და ეხა პირველად მოვყვები მაგ ამბავს ну ამ ძვირფა სტუდენტებს და ახალგაზრდებს მინდა უთხრა რომ მე რო ვიყავი მათი ტოლი ვიყავი ესე 99 წელი იყო 18 მე მგონი რომ ჩავაბარე უნივერსიტეტში და ვიყავი ძალიან აქტიური სტუდენტი სტუდენტური მოძრაობის ლიდერი და რა ვიცი აი მთელი ეს რუსთავი ორში რო სპეცრაზმი შეიჭრა რაღაცეები ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ჩემი გამოყვანილია 90% იმ სტუდენტების და მთელი მოკლედ ვიბრძოდით შევარდნაძე ძალიან არ მიყვარდა ასე ვთქვათ სტუდენტი რო ვიყავი და შევარდნაძის წინააღმდეგ ტირანი შევარდნაძე ააბა და დავირაზმებოდით რაღაცა მახსოვს რომ იმაში კიდე პანკისის ხეობის ამბებზე რუსეთის საელჩოსთან ვაწყობდით აქციებს დაბომბეს მაშინ ერთხელ პანკისის ხეობა რო იქ რაღაცეები ხდებოდა იყო ერთი ამბავი და მოკლედ ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი და ერთ დღეს ერთხელ ნუ მე სამწუხაროდ ესე იგი შევარდნაძის დროსაც ვიყავი სულ 4 ჯერ ვიყავი მე მგონი დაჭერილი შევარდნაძის დროს და მიშას დროს ვარ 34 ჯერ დანაჭერი
და შევარდნაძის დროს რომ მიჭერდნენ ოღონდ ობიექტურად და გულწრფელად ვიტყვი რა, ეხლა ტყუილს ხო არ ვიტყვი და ხო არ დავაბრალებ ეხლა. განა მაშინ არც ემდნენ ადამიანებს, როცა იჭერდნენ და მიყავდათ და პოლიცია და მილიცია თუ მაშინ რაც ერქვა ის კაპეზეში და იქ იყო ერთი ამბავი, მაგრამ მე როცა დამიჭირეს აი 4-ვეჯერ, არც ერთხელ ჩემთვის გია ხელი არ დაურტყიათ, არ შეუგინებიათ, ის კი არა, მე და ჩემი მეგობრები ხუმრობდით ხოლმე, რომ ბატონ დაჩის მეძახდნენ ხოლმე ხანდახან ეს მილიციონერები და მოკლედ გადაობა იყო მაგარი რა მაგაზე და ერთხელაც ესე მურიგჯერეს დამიჭირეს შევარდნაძის დროს და მაშინ ზურ რა პერიოდია იცი აი მიშა ოპოზიციაში გადადის იუსტიციის მინისტრობიდან გადადგა მე ეს აქტიური სტუდენტი რო არის ცდილობენ ის და დანარჩენები რომ აბა ჩვენთან მეგობრონ და კავშირზე არიან და აბა დაჩი და არის ერთი ამბავი და რაღაცა ეს რუსთავიურის ამბები რო იყო მაშინ განსაკუთრებით რაღაც დაგვიახლოვდნენ ვითომ და ის და აი და მირეკავს რომ აუ გავიგეო შენო დაგიჭირეს რაღაც შეხვედრა იყო რაღაც შევარდნაძესთან იქ რომ ეს და გავიგეო შენო იქო აუ დაუჭერი ხარო და შევხვდეთო აუცილებლად და კი ბატონო მეთქი და მივედი პარლამენტში მოდი შევხვდეთო და მაშინ იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო ზურა ადაიშვილი ჯერ მაგარი ოპოზიცია იყო მთელ ხელისუფლებაში ეგენი იყვნენ და მოქალაქეთა კავშირი ხო მოქალაქეთა კავშირი იყო და ვითომ ოპოზიციაში იყვნენ და ხელისუფლებას ეგენი აკონტროლებდნენ და ვისი ოპოზიცია იყო ვერ გავიგე და მოკლედ ამ ზურა ადეიშვილის კაბინეტში მაშინ იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა ხვდებით მე მიშა ვანომერაბიშვილი და ადეიშვილი და თქმა უნდა და ესეთი მიტინგ რუმის მაგიდები რო არის რაღაც შეხვედრის კამპანიაში ზივარ და აბა და მაშინ აუ შენო რომ დაგიჭირესო ეხლა პლენარული სხდომა იქნებაო რაღაც 2 დღეში თუ 3 დღეში და იქ უნდა შეგიყვანოთო და იქ მე მოუყვეთო რომ შენ რა დაგიჭირეს და კი ბატონო მეთქი მოუყვეთ და პრობლემა არ არის რა დაგიჭირეს უკანო ლიდერი ჯერ ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს არა ოპოზიციაში გადადიან რა ჯერ აი შექმნილიც არა აქვთ მაგრამ უკვე რომ დაიწყეს ეს აქტიურობა რა და პარტია არა აქვს ჩამოყალიბებული და ეს მოკლედ უნდა მოუყვეთო რომ დაგიჭირეს სტუდენტური მოძრაობის ლიდერი და რა იყო იცი დამიჭირეს წამიყვანეს და იმასთან საგურამოსთან რაღაც ავდარანტკარი თუ ნავდარანტკარი აღარ მახსოვს სოფლის სახელი მახსოვს ის სტრაფარეტი იყო იქ ჩამომსვეს და რო დაუბრუნდი ეს შეხვედრა რო იყო შევარდნაძეს და რო დაუბრუნდი ეს შეხვედრა უკვე დამთავრებული იყო და მე და მემზადებოდი რომ შევალ ხა დავახურავ თავზე და შეხვედრა გაგაცდენინეს გამაცდენინეს შეხვედრა რა და ოღონდ გზაში რო წამიყვანეს აი მე ამათ რაღაც ახურავ თავზე რომ რაღაც დიქტატორ შევარდნაძეს როგორ იცავთ რაღაც არის ერთი ამბავი და ისინი აი არც გია მართლა აი გულწრფელად ვიძახი არ შეუგინებიათ არც ხელი დაურტყიათ არც შეურაცხყოფა უკაცრავად რა ვქნათ ბზანება ხო იცი და რაღაცა და ზოგი ბატონდაჩის მეძახდა და 19 წლისა ვარ ბატონდაჩის მარტო მილიციონერები მეძახიან და რაღაცა ჩავედით და ჩავედით ჩამომსვეს ამ მანქანიდან და რომ დაუბრუნდი დამთავრდა და ისა და რა მოხდაო და მოუყევი რა მეთქი ესე ჩამსვეს ეს უნივერსიტეტის ეზოში შემოხვენ ჩამარბენეს კიბეებზე წამიყვანეს და ჩამომსვეს იქ და ოღონდ ეგრე არ მოყვეო რა ეხა პლენარულ სხდომაზეო რომ შევართო პარლამენტშიო რომ იქ დაიჭირეს სტუდენტური მოძრაობის ლიდერი რაღაცა და ეგრე არ მოყვეო მიშა მეუნება რა და აბა როგორ მოყვე მეთქი რა და როგორ მოყევიო და აი მოყევიო რომ ჩამიყვანესო სარდაფშიო იქო მიტოვებული აგარაკი იყო რაღაცა იქო სარდაფში ჩამიყვანესო მერეო შემოიტანესო ვიდეო კამერაო მაგინებდენო მცემდენო რაღაც შეურაცხყოფებს მაყენებდენო აფურთხებდენო რაღაცაო და მერეო თქვიო რომ შემოიტანესო ვიდეო კამერაო შემოიტანესო დუბინკაო ზედო პრეზერვატივიო წამოაცვესო და დამიწყესო შარვლის გახტაო და მეუბნებოდენო რომ ეხა შენ უნდა გაგაუპატიუროთ და გადაგიღებთ და ამას ვიზავთ და იმას ვიზავთო და გია დავიბადე ნახალოგაში გავიზარდე. ხა უცებ რო წარმოვიდგინე რომ ამ დეგენერატის რაღაცა სისულელეს ყვები ეს რომ მოუყვე, აი ხო დამთავრდა ცხოვრება რა. გავბრაზდი რა და მეთქი როგორ მაკადრეთ მეთქი ეგეთი რაღაცა რომ ეგეთი რამე მოუყვე მეთქი და თან რაღაცა იცოდა რა ადრე მქონდა მონაყოლი რომ ბაბუეჩემი ეს მეღვინეებს რო დაერიენ მაშინ ერთ-ერთი დაიჭირეს და რაღაცა და მეთქი ბიჭო ეგრე რო ავდგე მეთქი ხა შევარდნაძის ფეხებზე არ კიდეა რომ დაიჭიროს მართლა ის პოლიციელები რა ის მილიციონერები ვინც იქ იყვნენ ეხა რაც მოხდა მეთქი მაგას მოყვები და კი ბატონო მაგაზე აგონ პასუხი მაგრამ ეხა მაუპატიურებდნენ და რაღაცა და მართლა ჩასვან ის ხალხი ეხა მაგსაჯელებით სასამართლოში მივიდნენ გამორიცხულია მეთქი ვაფშე ეგეთი რამე როგორ დაუშვით მეთქი რომ მე ეგეთ რაღაცას
მაშინ უკვე თავში ედო მოკლედ ეს თავ გაუპატიო. მაგისგან მოდიოდა ყველაფერი აბსოლუტურად მოდიოდა და ავახურე თავზე წამოვედი იქიდან მეთქი არანორმალურები ხარ თქვენ ესა. მე ამ ყველაფერს აი რამდენი ეს უბედურებები ხდებოდა, სულ მახსენდებოდა ხოლმე ეს ამისი ეს რაღაც მოგონილი რაღაცა სიგიჟე და სხვათა შორის მე ერთ-ერთმა კმარელმა მე მოყვა ეგ ზუსტად სიტყვით ეგ ზღაპარი რომ ვითომ სადღაც წაიყვანეს ტელევიზორი ჩავთე გამოუკვდეს ეცილით მეთქი ამ უნამუსო მეტყობა ეხა ვიღაცას მოაყოლა მეთქი მოკლედ ამ ბავშვებს მინდა უთხრა რომ ძვირფასებო ბავშვებს ახალგაზრდებს სტუდენტებს რომ შეიძლება ძალიან გულწრფელი იყოს ვიღაცისთვის ხო რაღაცა რა თქმა უნდა ემოცია და ის მაგრამ მე მანამაც ვამბობდი სანამ ეს ამბები დაიწყებოდა რამოდენიმეჯერ ეთერში ვიყავი და ყველას მოუწოდებდი რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ იმიტომ რომ აი ეხა რაც მოხდა ამ ფინალს მე ვარაუდობდი და პროგნოზირებდი რომ ესენი წინ აგიფარებენ თქვენ თვითონ გაიწევიან გვერდზე ეს ბავშვები და ეს ახალგაზრდები ჩაადენინებენ დანაშაულს რაც მოხდა აი იგივე ის ლავროვის საყვარელმა სტუდენტმა ილაკამ ქუჩაში რომ გამოვიდა მე ვითომ დემონსტრაციულად ფეერვერკებს რო ისროდა ჰაერში თვითონ კი არ ესროლა იმ პოლიციელებს ბავშვებს ასროლინებდა ამ ახალგაზრდებს ასროლინებდა ამ ფეერვერკებს პოლიციელებზე თვითონ ჰაერში ისროლა რომ ვითომ მაგალითი აჩვენა რომ აი რა როგორი გაბედული გოგოა და რა მაგარია რა და სინამდვილეში რა მოხდა რომ ეს გააგიჟეს ეს ვიღაც ახალგაზრდები რომლებიც გაწირეს და მე ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა მაყუთი იშოვეს იმიტომ რომ ყველა მიცის უკვე აღარ მალავს ამას არავინ ხო რომ ასობით მილიონ ევროზე არის და დოლარზე ლაპარაკი რომელიც შემოვიდა საქართველოში დაუძინებელი მეგობრებისგან კეზერაშვილებისგან წიმურა ალასანიებისგან და ეს ნაქურდალი ფული და კიდე პლუს საიდანღაც მოთრეული ფული რომ საქართველოში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და რატო უნდათ რომ მოეწყოთ სახელმწიფოში ეს გადატრიალება ეგ ხო უნდა გაჩნდეს ეგ კითხვა რა იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც და უნდათ ხელისუფლებაში დაებრუნებინათ ისე ვის ხალხი და იმ ფესვებიდან წამოსული ხალხი რომელიც ადამიანის უფლებებს საქართველოში საერთოდ ეგეთი რამე არ არსებობდა ხალხო ხო რომელიც ამის მეასედი ეხა რასაც ესენი კადრულობენ ოპოზიციაში რო არიან ჩვენ რო გვეკადრა გია ამის მეასე პოლიციელისთვის რო რაღაცა ფეერვერკი გვესროლა ბენზინიანი ეს ხო ჯერ ხო ჩვენ არ დაგვიშვია ეგ არასოდეს ვიღაცა რო გაცხარდებოდა გადავეფარებოდით და აბა და არ გინდა და კენჭი არ ფანჯარა არ ჩაგვიწევია პარლამენტის შენობაზე ხა რაზეა ლაპარაკი თუ გახსოვს ლევანმა ჩაქუჩით რო ის რომ იაჭედა კარი ეს აქცია რო ქონდა მაშინ ის ბიჭი რომელმაც ლევანს ჩაქუჩი მიაწოდა სასიკვდილოდ ცემეს მერე ქუჩაში დაინვალიდებულია დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს იმ ადამიანს ესე იგი და ადამიანები რომლისთვისაც არ არსებობდა ბუნებაში სასამართლო ეხლა რო გრძელი ენა აქვს და სასამართლოზე რო ლაპარაკობენ სასამართლოში სადაც 99.9% განაჩენების გამამტყუნებელი გამოდიოდა ყველა მტყვანი როგორ იყო მაგის დედავატირი აი ხო წარმოუდგენელი რაღაცაა რა ყველა აი ესეთი ნაგლეჯი რომ მიეტანა იმას პროკურორს და ეთქვა გაგასამართლებდნენ რა ვიცი უმაღლეს სასჯელს მოგისჭიდნენ საერთოდ არ კითხულობდა არავინ არაფერს იყავი დამნაშავე არ იყავი დამნაშავე არ ქონდა მნიშვნელობა ადეიშვილის კაბინეტში წდებოდა რა ადეიშვილი წვიტავდა იმას სიკვდილი ამას ჩამოხჩობა იმას ქონების წართმევა ამას გაკულაკება პრაქტიკულად ხელისუფლება ქონდა ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო ისეთი სადაც აი ტროიკა იღებდა გადაწყვეტილებებს რა ტროიკა იყო პირდაპირ აი ეს რომ ისტორიაში რომ ასწავლიან და რომ ვისწავლეთ რომ აი ტროიკა როგორ იღებდა აი პირდაპირ იგივე ხდებოდა ოღონდ ესენი იყვნენ ცოტა უფრო ვითომ დავარცხნილები და დღევანდელ თანამედროვეობასთან ვითომ მოდურები რა რომ ეს რაღაცა არ მართლა ეგრე იყო ხო სააკაშვილი მერაბიშვილი და ადეიშვილი იღებდნენ გადაწყვეტილებები და რაღაცები და მინდა უთხრა ამ ახალგაზრდებს რომ ეს უბრალოდ ეპოქები იცვლება ხოლმე თორე ეგრე მებრძოლ უღმერთოთა კავშირი გია როგორი ტრენდული იყო იცი და როგორი ხა ეს ჩვენ დღეს მაგაზე აღარ ლაპარაკობს არავინ და ეს შეიძლება სირცხვილი იყოს მაგრამ მე სხვათა შორის მგონია რომ ისტორია ის სწორად უნდა ისწავლებოდეს ხოლმე და აი ეგეთი რაღაცები სწორად უნდა ასწავლონ იმიტომ რომ აი მებრძოლ უღმერთოთა კავშირი ეხა რომ აი წიგნში წერია რომ რა ცუდები იყვნენ იმ ეპოქაში ეგრე კი არ იყო ძალიან ტრენდული იყო ძალიან თანამედროვე იყო ეს ჩვენ ბავშვობამდე კაცო მე ხომ მოვესწარი ჩვენ ხომ მოვესწარით მაგას რომ აი რუსულად ლაპარაკი რომ მოდური იყო ლაპარაკში რომ ნახევარ სიტყვებს რუსულს ხმარობდნენ რომ აი ჩემმა შვილმა ქართულზე უკეთ რუსული იცის ეს ხო ძალიან რაღაცა ლიაკა რატო ქვია იმას და MGU-ში რატო გაიქცა თუ მგიმოში დასამთავრებლად ის
გრძელი ენა. სხვათა შორის ეს 1800 წლებიდან მოდის, ეს რუსული ენის ესე ვთქვათ ინტელექტუალური ხრის დანერგვა ენაში. კი, ეს როდესაც გამოჩნდა დიდი იმპერია, რომელთანაც ვიღაცებმა რაღაცების დალაგება დაიწყეს, ეგრევე გახდა ტრენდული, რომ არ იქა მეწავალ დავალაგებ და მე უფრო ჩემი შვილი უფრო მაგრად ლაპარაკობს რუსულად თუ არა ჩემი, ეგ იყო მოდა, ხო? იგივე რატო არის რომ ის სუხიშვილები ეხა გრძელი ენა რო აქვს და რაღაცა ემაზე რო იბძვიან ეხა იმის რაღაც საქართველოს კრემლისგან გასათავისუფლებლად, მაგათ რო კრემლში ნაცეკვი აქვს, მაგდენი არ უცეკვია დედამიწაზე არც ერთ ანსამბლს. კრემლში გაცვეთილი ქონდათ კრემლის იატაკი მაგათ, ხო? ის გოგო ის ილიკოს და ქართულად ვერ მეტყოლებს, კაცო, რეპეტიციებზე ნახე რომ რუსულად ქართული არ იცის, რუსულად არის გაზრდილი, ანუ იმიტომ რომ რატო რომ მაშინ ეს იყო მოდური მაშინ, ხო? და ეს ხალხი რომელიც ლაკები და ეს ვიღაცები რომლებიც ქართულად ვერ მეტყოლებდნენ და ეხა დაიწყეს ინგლისურად ლაპარაკი, ქართულს გადაახტენ საერთოდ ესენი გვარიგებენ ჩვენ ჭკუას, ხო? და როცა მე რა ვიცი ესე ვიცი რომ ჩემთვის ჩემი ქვეყანა არის ყოველთვის ყველაზე მთავარი. არის, იყო და იქნება. და ის პატრიოტი ქართველები რომლებიც მაშინ იყვნენ დემეტრე თავდადებულის ისტორია რა არის, ხო? დემეტრე თავდადებულის ისტორია უფრო კარგად რო გავაანალიზოთ. ჩვენ დავინახავთ რომ რეალურად რა მოხდა, რომ ესე იგი მაშინ მონღოლთა იმპერია იყო, მოგიხსენებათ როგორც ახლა რუსეთზე რო ვლაპარაკობდით დღეს რაღაცა ევროპული და ამერიკული რაღაცა ჰეგემონია რო არის, მაშინ იყო მონღოლთა იმპერია. და ეს მაშინ ძალიან ეს მოდური იყო, ეს მონღოლურის ენის ცოდნა, ქართულზე უკეთესად რო იცოდა მონღოლური, მაგალითად აი სადუნ მანკაბერდელი ძალიან დაახლოვებული იყო და დემეტრე როცა დანიშნეს საქართველოში მეფობა როცა უბოძეს, მცირეწლოვანი იყო და სადუნ მანკაბერდელი გამოაყოლეს მას, იმათ რა ქვია, რეალურად ისმართავდა რა ქვეყანას რა. და ესე იგი ისე დონემდე მივიდა რომ ეს სადუნ მანკაბერდელი აკონტროლებდა, მისი იყო, მის საკუთრება იყო თელავი, ზაქათალა, ბელაქანი და ყაენის კარზე დაახლოვებული პირი და ავოიე და იყო ერთი ამბავი. ეს დემეტრე ნელელა რო იზრდებოდა, მე ეს ნელელა კონფლიქტებიც უწევდა, მეფე ის იყო და რაღაცები ჩამოართვა ნელელა და ბოლოს ათაბაგობა საერთოდ ჩამოართვა, მიშვილს აღარ უბოძა ყუთლუბუღას და გამწარებული ყუთლუბუღა გაიქცა ყაენის კარზე და დაიწყო იქ ჩვენ ენაზე რო ვთქვათ ჩორტაობა. ხო. ესე თავისუფლად რო ვილაპარაკოთ რა, დაიწყო იქ რაღაცა ცუდი ამბების მიტანა მოტანა, დაემთხვა იქ რომ ესე იგი ყაენის კარზე სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა იყო და ამან დაარწმუნა რომ გინა თუ არა დემეტრე გიწყობდა საქართველოში გააღატაკებული საწყალი დემეტრე თურმე უწყობდა ყაენს გადატრიალებას და დაიბარეს ეს დემეტრე. ჩავიდა და დემეტრე სხვათა შორის ჩავიდა და დარწმუნებულიც იყო გარკვეულწილად ის თავის სიმართლეში, რომ დაამტკიცებდა ის იქ თავის სიმართლეს და დაამტკიცა კიდევაც იქ სხვათა შორის ყაენთან. ეს ძალიან კარგად არის აღწერილი და რომ მან დაუმტკიცა ყველას, რომ ის როგორ მოვაწყობო მე ხა ჩემი თავი გამჭირვებიაო, ხა შეიძლება გადატრიალებას მოგიწყობდიო დიდო ყაენო და ანუ ის ანუ ეჭვსი როგორც იციან ხა მათ ნახევრად სიმართლეს რომ მე გამოაბავენ ხოლმე კუც რა და ანუ ის გუნდი ასე ვთქვათ აწყობდა, ეხლა ძალიან ისტორიაში წავიდეთ იქ გადატრიალებას, რომელთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა. და ეს უხსნიდა რომ მე იმიტომ მქონდა მათთან ურთიერთობა, რომ ისინი შენი დანიშნულები იყვნენ საქართველოს საქმეებში, შენ ჩააბარე მაგათ და ეხლა ვისაც ჩააბარებ აქედან, აქ ვინც ესწრებიან, მე იმათთან მექნება და მე შენ მოკლედ შენ წინააღმდეგ არაფერს არ გავაკეთებო და დაამტკიცა და გამოუშვეს დემეტრე პრაქტიკულად. და არ მოისველა ყუთლუბუღამ, რომელიც აი ესე იყო გაზრდილი, რომ მამამისი ამაყობდა მაგითი, რომ ჩემმა შვილმა ქართული კარგად არ იცის, მონღოლური უკეთ იცის და რაღაცა რა და ეს ყუთლუბუღა ეს მონღოლის კარზე, მონღოლთა კარზე ესეთი რაღაცა დაახლოვებული პირი მივიდა და დაარწმუნა, რომ მოიცა კაცო რაღაც უშეფო აქ ყავსო ბარებ ჩამოყვანილიო და ესო სურო წუწუნებსო აქ ლაშქრის გამოგზავნაზეო, ხარკის გამოგზავნაზეო რაღაცებიო, ბარემ აქ ყავსო და წავაგდებინოთო თავიო და იქ მე დავნიშნოთ ისეთიო, ვინც ხარკსაც გამოაგზავნის და უი რა კაი აზრიაო და მოაბრუნეს დემეტრე მოაბრუნეს, თავი მოკვეთეს და აი ეს არის დემეტრე თავდადებულის ისტორია. მე ჩემი აზრით იმ ქართველი მოღალატის წვლილი არის 100,000 ჯერ უფრო დიდი. ვიდრე მონღოლთა ყაენის, ის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ კაცო, რა თქმა უნდა, სადღაც დაპყრობილია ქვეყანა და მისი უკაცრავად და შნირი ვინც იქნება და ყველაფერს გააკეთებს, ის ურჩევნია, ხო? ეგრე გვიყურებენ ჩემო ახალგაზრდებო, ეს ნებისმიერი ქვეყანა ეგრე უყურებს, მე არ მიკვირს
დიდი ქვეყნების რომ პატარა ქვეყნებს ესე უყურებენ, ეს ბუნების კანონია, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ მათთვის საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელიც რაშიც დაჭირდებათ, იმაში უნდა გამოიყენონ. ეხლა დადგა აუცილებლობა იმის, რომ აბა რუსეთი იქ მოდი უკრაინაში აქ წავიდა მთელი პროცესები და რას ქვია საქართველო ვინ არის რომ აქ ბედავს ამდენს რომ არ იწყებს იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებით. მეტი რა იყო ის პროვოკაციები, ხო? აი თვითფრინავის ის რო იყო, ჩარტერული რეისი არ სრულდება რისიბულისთვისაც, სხვათა შორის ელჩი გაიწვია იმან ზელენსკიმ, რომ საქართველოშიო ტერორ იმას რა ქვია, უნდათო რომ საბრძოლველად წამოვიდნენ და საქართველო ეუნება უარს. ვის უთხარი თუ არის, ვისაც უნდა მიდიოდა, მაგრამ რაზე იყო ლაპარაკი, რომ ჩარტერული რეისი პირდაპირ ეთერში რო იქ რაღაცა თბილისის სახელმწიფოს მხრიდან რო ყოფილიყო ეს გაკეთებული, კი ბატონო, ეს ოფიციალურად ჩაითვლებოდა, რომ ომში ჩავერთეთ რა. კი ბატონო. ოღონდ ყველაზე საოცარი რა არის, გია, იმ ვინც არიან იმ კადრებში რა, ეს არქივი ხო არის, ამოიღონ და ნახონ, ვინც დროშა მოფარებულები რომ აი ჩვენ საბრძოლველად მივდივართ და არ გვიშვებს რუსეთის ხელისუფლება, არ წინააღმდეგე თორე არც ერთი მათგანი 3 წელია გია ომი მიდის, არ ჩასულან იქ ერთი ტყვი არ გაუსვრიათ. და ვინც ჩავიდა კიდე ხო ნახეთ მოდაში რო იყო ეს მაგათი აგენტურა აქედან ვითომ საომრად რომ მიდიოდნენ და სელფები სურათების გადაღებაში იომეს ტიპებმა. ერთი ტყვი არ გაუსვრიათ და ერთი ეკალი არ შერჭობიათ, ერთი ფეხი არ გაკაწვრიათ, მილიონი ადამიანი გაწყდა ომში და აი იმ პროვოკაციაში ვინც მონაწილეობდა არც ერთი ნაკაწრი არა აქვს. არც ერთს და ეს იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია, რომ საქართველოს უფრო და უფრო გაეშავებიათ. მეტი რა არის აბა ის სიგიჟე, ხო გახსოვს სიუჟეტებს რომ ამზადებდნენ და რომ გადიოდა და ექსპერტები რომ გამოდიოდნენ სუჩა აბაშიძეები და მაგათნაირები რომ საქართველოს თურმე სარეცხ მანქანებს აგზავნის რუსეთში, რომ ჩიპების ამოსაღებად მანქანიდან უნდა ამოიღონ ჩიპი, მერე დაამზადონ რაკეტები და ესროლონ ევროპას და აი ჩვენი რუსული მთავრობა, აი თუ არ არის რუსული სარეცხი მანქანა შევიდა საქართველოსდან გაიგზავნა იმაში რუსეთში თურმე რაღაც პარტია სარეცხი მანქანების, აი და ეხლა მოკლედ აი ძალიან აი რა პრიმიტივების ჯერავთ, აი რა პრიმიტიული ამბავია ხო ეხლა რაც სარეცხი მანქანიდან ჩიპების ამოღების ჯერავთ და ესე იგი მართლა გიმო დამთავრებული ადა სტუდენტების ვითომ ოპოზიციონერები რომ საქართველოში პოლიტიკას ატარებენ ხო ამაზე პროტესტი არ უჩნდება ის რაგვარია გამახსენე ამაზე პროტესტი არ უჩნდება რო იყო კაცო რუსეთში რომ ოფერიანდა და იშოვა ფული ის დაბალი შავი ტიპი რო იყო კინოც რო დააფინანსებია მიშამის რაღაც აგვისტოს ომის რაღაცა რო გადავა ისა კაცო რაგვარი ნაყოფია ნაყოფი არის რუსეთის ნაყოფი ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო არის კრემლის ნაყოფია რომელიც იქ დაფთიანდა რა ვიცი აქედან რო წავიდა გახეული ფეხსაცმელები ეცვა იქ მილიარდები იშოვა და დღეს აქ აფინანსებს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას კაცი. აი ეგ თქვენ რომ ნანუკა იმას არა მე აქ ოქროს საბადო დაიწვია კაცო. ხო მე რა თქმა უნდა. ხო მე იქიდან ისე რუსეთში ყიდა იმას. რუსეთში ყიდა და რუსული კომპანიით ქონდა კაცო ისიც მე ის რუსები და თვითონ და იყო ერთი ამბავი და რაღაცა და ესე იგი გლეხმა რომ რუსეთში გაყიდოს მწვანილი და ღვინო არ შეიძლება და ეს აი სანქციებს რატო არ ადებს საქართველოს და თან სანქცია რომელიც თვითონ მოიფიქრე შენ არ გეკითხება არავინ არ ვკითხა ჩვენ თვითონ გადაწყვიტეს რომ აი ეს სანქციები უნდა იყოს ეს სანქციები და საქართველოს უნდა დაადო სანქციები რომელიც ანუ ეუნებიან ჩვენებმა უთხრეს რომ კაცო ეს სანქციები ჩვენ უფრო მეტად დაგვაზიანებს იმას არაფერი არ მოუვა საერთოდ არაფერს არ დააზიანებს ეხა იმას რა გვაქვს წყალი და მწვანილი და ისა გვაქვს რა ქვია ღვინო ხო და ეს რომ ამის გაყიდვაზე რომ უარი თქვა ჩვენ უფრო დაგვაზიანებს და იმათ არ დააზიანებს ეს და ანუ თან რა აზრია ხო მეუნები რომ ფეხებში ისროლე პროტესტის ნიშნად თავში ისროლე ტყვიამ თხოვ და მე გეუნები რომ მოდი რა მე გამოვხატავ პროტესტს აგერ დიპლომატიურ მისიებში ყველგან ფორუმებზე გაეროში საქართველოს არის წარმოიდგინე გია ჰააგაში ერთ-ერთი მაინიცირებელი რუსეთის წინააღმდეგ იმისი რა ქვია სარჩელის ევროპის ბევრ ქვეყანას შეეშინდა მაგაში მონაწილეობის მიღება საქართველოს მამაში მონაწილეობა როგორც მაინიცირებელი ისე არის აი ყველა არ არსებობს დიპლომატიური რაიმე ფორუმი რაიმე რაღაცა ორგანიზაცია სადაც საქართველოს ძალიან კრიტიკული პოზიციით არ გამოსულიყო სადაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ვერ გაბედა არა ეს არაფერი არა გინდა თუ არა თავში ისროლე გეუნებიან და რატო ვისროლო თავში კაცო რატო გინდა რომ ესე გამიმეტო იმისთვის რომ მე
პატარა ქვეყანა, რომელიც შეიძლება სულ რამოდენიმე დღე დაჭირდეს ამის განადგურებას და რატო გავანადგუროთ ეს ქვეყანა, ხო? ამხელა კულტურის მქონე ქვეყანა, რატომ? აი, ესე ყველაფერზე, რატო ესე სანადიროთ რომ დადიოდნენ 20 ძაღს რომ მიუქცევდნენ დათვს და რომ ფეხებზე ეკიდათ ის დათვი რომ ტორს მოიქნევდა, მე რომელიც მოკლავდა და რომელი გადარჩებოდა. ამ ძაღლის მდგომარეობაში რატო გინდათ ჩვენი ქვეყანა რომ იყოს ხალხო გამაგებინეთ რა, რომ არა არის ციტაჩი არაადეკვატური და უჩნდებათ პროტესტის გზნობა, გესმის? აი სადაც მართლა უნდა გაუჩნდეთ პროტესტის გზნობა, იქ არ უჩნდებათ. არა, ხო. კიდე სადაც არ უნდა გაუჩნდეთ, ხეხა აი სიტყვაზე ვთქვათ, კობა ნაყოფიაზე არ უჩნდებათ პროტესტის გზნობა. ლაკა ხოშტარიაზე არ უჩნდებათ პროტესტის გზნობა, გესმის და პროტესტის გზნობა უჩნდებათ ქეთათოფურიაზე. აი წარმოიდგინე რა. ყველაზე მაგარი კიდე, ეხა წარმოიდგინეთ, ეხა ამ ხელა პროცესი მიდის ქვეყანაში. დაიწყო ეს საგამოძიებო კომისია მუშაობა ყოველ დღე, რავი, ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა, ნუ ჯერ ეს ყველაფერი ხო გვახსოვს გია ეხა ძალიან კარგად, მაგრამ ნუ არ ვიცი აი ეს გოგო რო ვნახე იმ დღეს რომ მარიამ რატიანი ის რომ მოიტანეს მაშინ ჩვენ საკნების აქციები რო ქონდა ის იბისი რო იყო სუპერმარკეტების ქსელი მე რო შეუვარდა პოლიცია გაანადგურეს სახკარი წაართვე ყველაფერი მეუღლე მისი 5 შვილის მამა კაცი ახალგაზრდა კაცი რომელსაც ბიზნესი ჰქონდა აწყობილი წვალობდა შრომობდა 15 მაღაზია გაუნადგურეს სრულიად ყველაფერი ციხეში დაიჭირეს სასიკვდილოდ ცემეს დღემდე სამწუხაროდ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს მოწყვეტილია რეალობას მთელი ამბავი ეს რომ ამ ყველაფერმა რომ მოვისმინე გავგიჟდი აფრასიძეების ამბავზე ტირი ვარ ან იმაში რო უსმენ ამის ცრემლები მომდის ამ სიგიჟეზე და ამაზე გადაობენ ეს უსინდისოები ესენი ეს ვიღაცა ფხაკაძე და ვიღაცა ბოდიში და გამოსირებულები ესენი გადაო მაშინაც ეგრე არ დაგწინოდნენ გია ესენი ამაზე გადაობენ ამაზე დაგწინიან და ის ახალგაზრდები კიდე რომლებიც სოციალურ ქსელში ვაკვირდები ხოლმე და რო კითხო არაფერი არ იციან სააკაშვილის დროს რა ხდებოდა არ იციან მაგრამ აი აფრასიძეები რო თურმე კანონთან პრობლემა ქონდა ეგ იციან ეგ ყველაფერი იციან არა ბიჭო რაც არ უნდა ცოდნიათ ეგ არა შეიძლება მართლა ქონდათ რაღაც პრობლემა მაგრამ დახურიტო ვერტალიოტები და ოჯახი ბავშვები როცა არიან იმიტომ რომ შენ არ გინდოდეს ოპერაციის დაგეგმა აბა სხვა რა რას უნდა აკეთებდეს პოლიცია ეგენი მაშინ სააკაშვილი რო იყო დასაჭერი სახში რო იყო უნდა ჩაეცხრილათ იმ სახში უნდა ჩაეცხრილათ იმ სახში თუ უნდა როგორც შევიდნენ და ის ხინკალი პირიდან რომ გამოაძრეს და გამოათრიეს იქიდან მე ისე იმისა და ხელში აყვანილი ლამის და რომ იქით რომ პოლიციელებს შეურაცხყოფა სააკაშვილის კაკების და სკოლაზე დამთავრებულს უკრაინაში და კიევში პრეტენზია არ უჩნდებათ ბიძამისზე ალასანიაზე პრეტენზია არ უჩნდებათ გესმის მთელ საქართველოს და ქართველებს რო აგინებს და ამაზე პრეტენზია უჩნდება თურმე რუსული მთავრობაა გესმის და ერთ ფაქტს ვერდებენ რა გააკეთა რუსული ერთ ფაქტს არა წარმოგიდგენია შენ ესე იგი დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს გაწყვეტილია კონკრეტული რუსი პოლიტიკოსი ერთადერთი გავრილოვი იყო რომელიც ჩამოვიდნენ ისიც ჩუგოშვილის სიტუაციაში ხო ეგრე არის ხო მართლა კობახიძე მახსოვს მაშინ რომ იყო ბაქოში იყო და იქიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ამ ამბის გამო ხო ამ ყველაფერს აკონტროლებდა ჩუგოშვილი მაშინ რა ის არის პასუხისმგებელი პირველ რიგში რა და შენ წარმოიდგინე საერთოდ არანაირი ფაქტი არანაირი შეხების წერტილი თორე გამომამზეურებდნენ ხო რა უნდა ეხა მაგის გამომზეურებას ვერაფერს ვერდებენ და ეს ყოფილა რუსული მთავრობა გესმის და ისინი კაკების სკოლა დამთავრებული გიმო დამთავრებულები და ისინი არაფერი იმაზე არ უჩნდებათ პროტესტის დამსახურები კრემლის კარგი დაფიანებულები შეთავს ხო უნდა კითხო იქნებ მაგოიმებოდო იქნებ და მაბოლებენ რაღაცას შეთავს არ უნდა კითხო ეს ამბავი აი ამაზე ვგიჟდები რა გესმის მაშინაც ეს სიტუაცია იყო რა ქვია ბადრი პატარკაციშვილის ამბავი იყო წყალებში რუსული ამბავი ხო ეგ იყო მთელი ჩვენი პოლიტიკური პროტესტი იყო რუსული პროტესტი ეგ არკადა პატარკაციშვილი და გადაობები რო ატეხ ეს მთელი ამბავი იყო რუსული ამბავი რა აი შეუფუთეს ხალხს და მიაწოდეს თუმცა მაშინ ხალხმა არ დაიჭერა იმიტომ რომ 100,000-ობით კაცი გამოდიოდა ქუჩაში და გაყალბებული არჩევნები აი მართლა რაც იყო გაყალბებული არჩევნები ვისაც ჯეროდა გია
ცოდვა გამხელილი ჯობია და მაგასაც ვიტყვი რა, რომ მაშინაც ყავდათ, როგორ არ ყავდა სააკაშვილს, ავადმყოფები ყავდა კაცო გვერდზე და ხარდამჭერები უხაროდათ კაცო ის 7 ნოემბრის დარბევა უხაროდათ ვიღაცეებს, ეგეთი მცირე თუ რა ვიცი რამოდენიმე პროცენტიანი არის ეს დაავადებული ვიღაცა საზოგადოება რომელიც გახარებული იყო, ბედნიერი იყო, იმით კაცო, ეხლა რო იძახიან, ციხეში რა ხდებოდა არ ვიცოდიო, კაცო, თვითონ ჯაფარიძე მართლა ვიცოდიო. ძალიან კარგად იცოდნენ, კაცო, და უხაროდათ ეს ციხეში წამება, ადამიანების მოკლა ქუჩაში დახურება, დიახაც ღირს იყო. რამდენჯერ ნაკამათები მაქვს მე კაცო ადამიანებთან, რომ რაღაცა აბა რა ეგონა ეხლა გირგვლიანს იქ რომ მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა და ეხლა კაცი ვარ და ვიღაცა ნაკაცარები რაღაცა რო იჭიმებიან ხოლმე. რა გულშემატკივრებია, ეხაც მათი გულშემატკივრები ხართ, ეხლა თქვენ უბრალოდ ეს უნდა იცოდეთ რა, რომ თუ ვინმე მეს არ იცით, მაგრამ მე მგონი ყველაფერი ძალიან კარგად იცის რა ჩემოგია და თავი არ უნდა მოვიტყვი. არა თუ იცის, ყველაფერი თავის სახელი უნდა დავარქვა. დაჩი, მაშინ ისიც იცის, რომ აი ამ პროტესტის გამარჯვების შემთხვევაში ხო ღუპავენ ქვეყანას. მაშინ ეგეც უნდა იცოდეს რა. ის 4 პარტია, რომელმაც აი ესე ვარამია, ეხლა გამოვიდა რა ეს 7%-იანი, 8%-იანი პარტიები, წარმოიდგინეთ თქვენ ეხა ვერ იყოფენ ოპოზიციაში ამბავს და ხელისუფლებაში რო ეგენი იყო. არა, ეს ახალი მესიჯი მოიფიქრეს, კოალიცია. ხო, კოალიცია მოდის ხელისუფლებაში. და დაუშვათ კოალიცია. ეგენი ბიჭო, ეგენი ყველაფერს თავი დავანებოთ იმას, ძალოვან სტრუქტურებს გაიყოფენ? ვისი პოლიცია უნდა იყოს, ვისი ჯარი და ვისი ის უშიშროება? აი წარმოიდგინე რა. ხო პირდაპირ ის არის, რა ქვია, ის რაც უნდა გარემტეერს, ხო? დაპირისპირება, უბედურება თან აი ამ ხელა 1,200,000-იანი მოწინააღმდეგე საზოგადოებით, რომელიც კბილებს ილესავს და ელემენტარულად მოთბინებით გადააქვს და შეგნებულად გადააქვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ქვეყანას ასე ჭირდება. სტრატეგიულად ითმენს ამ ყველაფერს და იმიტომ კი არა რომ არ შეუულია გავარდეს და დააორგანიზოს აქეთ ამ მხარეს მიტინგი და დააჯახოს ერთმანეთს. არა, სტრატეგიულად მოთბინებას აკეთებს. ეგენი რომ ხელისუფლებაში ვილიცობა ქუჩამ გაიმარჯოს, ღმერთმა არ აქნას. თქვენ რა გონიათ რომ ეგ 1,200,000 კაცი ისე გზაში დაждდება და ესე უყურებს და შეგაჭმევინებთ ქვეყანას? მაშინ იტყვის რომ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს იმ 12 წელს კი არა 9 წელს აღარ გაივლის ეს საზოგადოება ის იმას ხელი დაუქნიეთ და იგივე ხალხი არის ეს 4 პარტია აბსოლუტურად ან იგივე ხალხია ან მათი გამправებლები რომლებიც ერთის მითხარით და ან მითხარით რომელიმე ერთი კერძო საკუთრებას რო შეეხეს ამ 12 წლის განმავლობაში ვინმე ერთი ფაქტი მითხარით კერძო საკუთრების შეხების. აღ ამ სახში მივარდნის და ლოგინიდან ტიტულს სოცირის გამოყვანის და იმის სატელევიზიო შოუებს რო აწყობდნენ. ერთი ფაქტი ამაზე დგას საერთოდ ცივილიზაცია და ცივილური სამყარო. კერძო საკუთრებაზე დგას და მის ხელშეუხებლობაზე. როგორ შეიძლება შეადაროთ საერთოდ ეს რეჟიმები? რომ ან რეჟიმი უწოდოთ ამას, ვისაც რასაც გინდათ იმას ლაპარაკობთ და იმას აკეთებთ და რა ვიცი, კიდე იმაზე უფრო მეტს აკეთებთ რა. რასაც არ მოითმენდა არანაირი ცივილიზებული ქვეყანა. პოლიციელების შეურაცხყოფა და შეფურთხება და ქვების სროლა და დაწვა ცოცხლად. ამას რომელიმე ხელისუფლება მოითმენდა? დემოკრატიული ესე ვთქვათ ბჭყალებში? ერთის კერძო საკუთრების ჩამორთმევა მითხარით, ან სხვაზე გადაფორმება ღამე. იქ ხაზარაჩერის ხაზარაძის ბანკი რო აკეთებდეთ ამ ყველაფერს. და ეს არის ამას ადარებთ თქვენ იმ რეჟიმს. ერთ ჩაცხრილი დავანებოთ თავი იმას რა ქვია ომში შეთრევას ხო ჩვენსაც და დავანებოთ თავი ამ დაცხრილ ადამიანებს ქუჩაში და პროფესორებს და პრემიერ-მინისტრებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი ფაქტი ხო შეიძლება თქვათ რა. ერთი ფაქტი კერძო საკუთრების ჩამორთმევას და თქვენ თავს კითხოთ ვისაც არ გახსოვთ რა ხდებოდა მაშინ თქვენ თავს კითხოთ იქნება ამ ყველაფერს მაგოიმებენ პროსტო და იქნებ ავარდნილი ვარ რა იქნებ რაღაცნაირად მიყენებენ ხო რა თქმა უნდა კრიტიკული აზროვნება სხვა კი არაფერი არ არის მეტი არაფერი არ არის თუ საკუთარი თავის გამოყენებას გამოაყენებინებს სხვას და კი ბატონო თუ ესე ძალიან გინდათ გამოაყენებინეთ, მაგრამ ვარიანტი არ არის. სტუდენტები კი არა, სულ 2-3 წლის ბავშვები რო აპროტესტებდნენ. გამორიცხულია იმ ამბების დაბრუნება. და ის ამბები დაბრუნება, იმიტომ რომ იგივე ხალხია.
და იმათაც, გარეთაც, მათ პატრონებს უნდათ, რომ ესენი დაბრუნდნენ, რომ ისევ იგივე მდგომარეობაში ჩააგდონ ეს ხალხი, რომელსაც ვერ აჩოქებენ. და მე ნახავთ თქვენ როგორ დაჩოქება რას ნიშნავს რა? მეორეც და მესამეც თუ მობრუნდნენ რა. ყველაფერს რო გაუმწვანებენ და იმას ყველანაირ წამებას, ყველანაირ დარბევას და ყველაფერს რო გაუმწვანებენ და კიდე აშმაგი ხარისხით რა. და რო იტყვიან კიდე რომ დემოკრატიის შუქურა არისო. აი ესე გაუმწვანებენ. როგორც 26 მაისი გაუმწვანა ძალიან კარგად მახსოვს ჯონ ბასმა ამერიკის ელჩი რო იყო. მეორე დილას რო იქიდგა 26 მაისს სისხლიან რუსთაველზე. სახურავზე დალაგებული მიცვალებულებით იქ ხელებს შეკრული როგორ შეიძლება საერთოდ როგორ შეიძლება თან აქეთ რო გიტევენ რომ რატო არ გამოდიხარ სად გამოვიდე სად უნდა გამოვიდეთ იქ ისიც არ მჯერ რა და იქ რაც ტყუილზე არის აშენებული ტყუილზე დგას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის ეს ტყუილი არის გაყალბებული არჩევნები ბჭყალებში და თვითონ თავიანთივე ის თვედმა თავიანთივე NGO-მ სხვა გამოსავალი არ ქონდა და გააყალბა ადრე ხო გააყალბა 2020-ში მაგრამ ეხა ვერაფერს ვერ იძახის გისმის რომ გააყალბდაო აღიარა თვითონ აღიარა ამათივე NGO-მ აღიარა სხვა გამოსავალი ამისიც არ ჯერავთ არა თავარი ახმებიაო ხო გითხრა ხო და ახმედი თუ არის თავად ჩვენთვის ფაქტებია თავარი აბარა ჩვენ ჯანსაღი საზოგადოება და ეს არის ჯანსაღი ქვეყანა ბიზნესზე რო თქვი წეღან ამას წინათ მქონდა კიდე და უბრალოდ ისევ გავიმეორებ მაგაზე და ლაპარაკი რომ ესე იგი ბიზნესები რომლებიც თან რო კითხო არის რეჟიმი საქართველოში ტირანია აი საშინელება ხდება და ორი მთავარი ბანკი სხვაზე რო არაფერი ვთქვათ ორი მთავარი ბანკი რომელიც წელიწადში მილიარდს გენერირებს და გააქვთ ეს ფული საქართველოსდან გადის ეს მილიარდები რომელსაც მოგებას ამ მაღალი პროცენტებით იღებენ ამ ქვეყანაში რამდენი ქონდათ მოგება 2011 წელს TBC ბანკის მოგება იყო 55 მილიონი და ბოლო დეკლარაცია რაც ვნახე მილიარდ 100 მილიონი აქვს წმინდა მოგება დადეკლარირებული გია წარმოიდგინეთ ესე იგი არა თან ხალხიდან ამოწურული არა თან მერე რო არ იყო საიდან ამოწურავ ხო ეკონომიკა რამხელათი არის გაზრდილი წარმოიდგინე რომ აი 20 ჯერ არის გაზრდილი ხო თუ აი რა ვიცი აი კატასტროფულად არის მათი მოგება 55 მილიონიდან მილიარდ 100 მილიონამდე არის გაზრდილი მათი წმინდა მოგება და აი კომპანია რომელიც ბიზნესი ბანკი რომელიც ამხელა მოგებას წერს დგას და აფინანსებს იმიტომ რომ თავის დამფუძნებლები იქ არიან და ეუნებიან რომ მიდი ეხა კაცო მან სახელმწიფო გადატრიალება გჭირდება აფინანსებს ოპოზიციას საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აფინანსებს და კაცი შვილი არ შედის და არაფერს არ ეუნება ადამიანი რომელიც რამოდენიმე ის რა ვიცი პარკი და მანქანით ის მოიტანა IBC სუპერმარკეტები ქსელი ქონდა და ის მოგვიტანა იქ ძეხვი და პური და რაღაცა და პლედი და აქციის მონაწილეებს რაღაც სადილი მოუტანა და გაუყო ზოგი რეგიონებიდან იყო ჩამოსული შეუვარდნენ გაანადგურეს ყველაფერი წაართვეს სახლკარიც კი გაუყიდეს არათუ ბიზნესი და კომპანიები ნაქირავებში ცხოვრობენ დღემდე იმის მერე რამდენი წელია გასული ოჯახი განადგურდა ფეხზე ვერ დადგა ადამიანი ვინც ეს ბიზნესი ააწყო ჯანმრთელობის უსერიოზულესი პრობლემები აქვს არ მინდა უბრალოდ ეს ვილაპარაკო რა და თქვა ის ძალიან მძიმეა ხო ეს ახმა არა აქვს ადამიანს გარემოსი ციხეში ისე დღეს ჩააგდეს ყურებიდან სისხლების დიოდა ეს ხო ცნობილი ილეთი იყო მაგათი ყურებში შემორტყმა და ყურის ბარაბნების დახეთქვა ეს კილერა და ისინი რო ყავდათ იქ ვიღაცეები მაგის სპეციალისტები ყავდათ დახელოვნებულები მაგაში და ესე დღეში ჩააგდეს ადამიანი იმიტომ რომ რამოდენიმე ძეხვი და ის მოიტანა იქ აქციაზე და ბანკები რომლებიც მილიარდებს წერდა მაშინ იყო დემოკრატიის შუქურა საქართველოში იყო დემოკრატიის შუქურა გია და ეხა როცა ბანკები აფინანსებენ სახელმწიფო გადატრიალებას პირდაპირ დგანან და ღიად საჯაროდ საქართველოს ბანკი და TBC ბანკი იძახის რომ აბატონო და 5 მილიონი ნანუკას ფონდში უნდა გადავრიცხოთ ეხა ჩვენ და ამ კაციშვილი არაფერს არ ეუნება სად არის მაშინ გამაგებინეთ ტირანია სად არის მე თუ მკითხავ ეს ზედმეტი დემოკრატიაც არის რომელიც რო გითხრა აღფრთოვანებული ვარ თქო მაგით მოვიტყუებ რა გია არ მომწონს მე უნდა იცოდეს ბანკმა თავისი ადგილი და თავისი საქმე და თავის საქმეს უნდა აკეთებდეს ბიზნესმა თავისი NGO-მ თავისი და ყველამ თავისი მამიდას უნდა მიხედოს რა ასე ვთქვა ეს არის სახელმწიფო აქ გამორიცხულია ეს უნდა იცოდეს ყველამ რა დიდი ბოდიში მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ჩვენ ქვეყანაზე ზრუნვა
ხარია, ბედნიერი ვარ მე ამითი. რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ყალიბდება ის სიტუაცია, რომ რაღაც NGO მიცოდეს თავისი ფუნქცია, კაცო, იქ თუ ამერიკაში, მოდი აბა ჩვენი ელჩი ეხა რომ იქ ჩავიდეს ამერიკაში და თავდაცვის მინისტრად ეს მოხსენი რა ის დანიშნო, ეხა ტრამპს რო უთხრას, ხო? შეიძლება საგიჟეს ჩააბარო, ხო? ფსიქიატრიაში მიიყვანენ, თო. ეხა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ეხა დავიწყოთ დაფინანსება ამერიკაში, რა ვიცი, აი მოძრაობის იქ ეხა აქციებს და მიტინგებს და იმ თეთრ სახს რო ესროლონ, მე ჩვენ უყიდოთ ისინი, რა ქვია, ფეერვერკები და ან იმაში გერმანიაში ეხა გერმანიის ელჩი გრძელი ენა რო აქვს ეხა, რომ ბევრს რო ლაპარაკობს იქ. ჩვენი ბაბუები რო არ ყოფილიყვნენ, ფაშისტი იქნებოდა დღეს გაქანებული, ხო? ჩვენ გადავარჩინეთ ის, რომ დემოკრატიაზე ეხა ლაპარაკობს ეს გერმანიის ელჩი და გრძელი ენა რო აქვს. ჩვენმა ბაბუებმა გადაარჩინეს გერმანია და ეგ ელჩი ეხა აქ ბევრს რო ლაპარაკობს. ჩვენ რო გვასწავლეს. შეფარვით ისევ ნაცისტები არიან. როგორც ჩანს, ეგ არის. ეგ და ძალიან ბევრი. ვიღაცები კიდე იქ სადღაც. არის მოვიდა ეხა ხელისუფლებაში ეგეც. სამწუხაროდ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ვითომ დემოკრატია სამოფარებული, ეს არის გლობალური ფაშიზმი. აბა რა არის? ადამიანებს ასწავლიან, რომ საქართველოში ადამიანებს ასწავლიან არა რა არის დაჩი მამას შვილი პავლიკა მოროზოვობას ასწავლიან რომ შვილი დედას ხმა არ გასცე მამას არ დაელაპარაკო ბაბუას ტელევიზორი გაუფუჭე ის რას ქვია იმას შენი აზრს არ იზიარებს აბა როგორ ისა დემოკრატია ევროკავშირი არ გინდა უხშე რუსეთის აგენტო ეგენი არიან ეგენი კომუნისტური გადმონაშთები არიან რუსული გადმონაშთები არიან ხო მაგრამ ამათ მარიციან აი რა არის თვითონ რო იცოდნენ ეხა აქ რო აბრალებენ ამ სიტუაციას რო აქ დემოკრატიის უკუსლაა ხო ეხა თავიანთ ქვეყნებში რა ხდება ხო აი მოლდოვა ავიღოთ საერთოდ აი მაია სანდუს მოლდოვა რო ავიღოთ ოპოზიციური არქი აღარ არსებობს გააყალბეს არჩევნები და იგივე ხდება უკრაინაში ხო საერთოდ ოპოზიციური სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა გამოიყენეს პოლიტიკური პროცესის ხელში ჩასაგდებად იგივე ქნეს რუმინეთში კაცი რომელმაც მოიგო ალალად მოიგო კაცმა საპრეზიდენტო არჩევნები მოგებული არჩევნები ჯერ გაუუქმეს გია და მე საერთოდ წინ მოიცა დაუშვათ კაი ის არჩევნები გაყალბდა ხო მოიცა წინ არჩევნებში თუ ქონდა კაც უფლება მონაწილეობა მიიღო ამაში რატო არა აქ ერთი ვინმე გაგვაგებინოს ანუ გეუნებით ანუ ლეპენიც იგივე სიტუაცია შემოკარგებო სადაც გაგდით მოდით იქ გაიყვანეთ რა ეგ თქვენი რა და ამ ქვეყანაში ეგ აღარ გაგივათ რა ამ ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი ამ ქვეყანაში ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ არა ამას ქართველი ხალხი გადაწყვიტავს და არა ვიღაცა ელჩი და ვიღაცა NGO და აქ შეეჩვიენ რა გია ამას რა რომ არა მე მინდა ვთქვა რომ ეს მოკლედ ხო არის ესეთი ლაპარაკი რომ როდემდე უნდა იყოს მე-12 წელია ერთი და იგივე იქამდე იქნება სანამ ნაცები იქნებიან აი პირდაპირ გეტყვით რა იქამდე იქნებიან სანამ ნაცები იქნებიან ამიტომ ჯობია ნაცები გავყაროთ პოლიტიკური ველიდან თუ გვინდა ქართული ოცნება წავიდეს ნელ-ნელა ხელისუფლებიდან რა გამორიცხულია ეგ ამბავი სანამ ნაცები იომებენ და იბრძოლებენ ხელისუფლებისთვის ქართული ოცნება ხელისუფლებაში იქნება და ამაზე ეჭვი არავის არ შეეპაროს იმიტომ რომ მაშინ ჩავარდებით იმ დღეში რაშიც არიან ჩავარდნილები იგივე მოლდოვა უკრაინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვეღარ მოვიშორებთ ამ შეცდომას უცხოეთი აღარასოდეს აღარ დაუშვებს აღარასოდეს ასე რომ ეს სიტუაცია რაც დღეს საქართველოში ხდება ჩვენ და ბედად ხალხის საზოგადოების ქართული ხალხის ბედად ხდება და ამას თქვენ კარგად თუ არ დაუკვირდებით გეუნებით ის რომ აი დღეს თქვენ ქუჩაში დადიხართ და პოლიციას იმას შეურაცხყოფას აყენებთ აფურთხებთ იმას მოლოტოვის კოქტეილს ეცი და ქვებს ესვრით და კიდევ პარლამენტის შენობას უტევთ ხო სკრუნს ვერ იზავთ ქუჩაში ვერც გამოხვალთ და ვერც გამოსუნავთ აი ტელეფონების გამორთვა და ბატარეიკების გადაგდება მოგიწევთ ისეთი ამბავი იქნება და მაინც ვერ გადაურჩევით ამ ყველაფერს ასე რომ გონიათ რომ დღეს თავისუფლებისთვის და ბედნიერებისთვის აი ამისთვის იბრძვით და ეს უნდა გაითვალისწინოთ რომ ამისთვის იბრძვით რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს ალტერნატივა ისეთი შიში არსებობს ხალხში დაგუბებული იმ ძველი ხელისუფლებიდან გამომდინარე ისეთი შიში არსებობს რომ სხვა რა პარტიას არ უნდა გაჩნდეს უცბად ხო
მაინც საბოლოო ჯამში ნაცები თუ იყვნენ ოპოზიციაში, მივადა ქართული ოცნებას შემოხაზავს. ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც დაუშვათ შეიძლება უნდოდა, ეხლა სხვა პარტია შემოეხაზა რა. მაგრამ ხმარო არ დაკარგულიყო მაგისი, ხო? ადგა და წავიდა და ისე ოცნება შემოხაზა რა. კი, გია, უამრავი რამე შეიძლება არ მომწონდეს ეხა მე რა. და ეგ არის ხო? მეშინია მაგაზე ლაპარაკის და ძალიან ღიათად ლაპარაკობ, რაც არ მომწონს, მაგრამ ეხა გვარამიას წისქვილზე წყალი როგორ დავასხა? გვარამია როგორ დავაბრუნო ხელისუფლებაში? ეგ არის ხო? ხო მახსოვს ეს ვინ იყო? ტელევიზია შტურმით აიღო კაცმა, კაცო. ტელევიზია შეიყვანა შტურმით და ესო მიკერძოვებული და საფუძველი პირდაპირ გამოვიდა და თქვა საფუძველი იყო ის რომ მიკერძოვებული ტელევიზია იყო. ესე იგი ყოველდღე მაგათ ტელევიზიაში სპეცნაზი უნდა იდგეს მაგათი იმით, ხო? და გვარამიას თუ მოიყვანთ ხელისუფლებაში, ისევ იგივეს, რა თქმა უნდა, იგივეს იზავს. და თან ამის მხარდაჭერა ექნება, იმიტომ რომ ისინი რეალურად ამ ხალხო, რა ვიცი, ფეხებზე კიდიათ აქ ეს ადამიანის უფლებებიც, დემოკრატიაც, ყველაფერიც, იმიტომ რომ როცა ადამიანის უფლებები შტაზი და კგბ რასაკეთებდა ამას რო ასწავლიან, უარესი იყო სააკაშვილის დროს, კაცო. რა კგბ ვის თავში აზრად არ მოსული არავის პატიმრისთვის სასესხო ხელშეკრულება გაეფორმებია და ციხეში კრედიტ ოფიცერი შეეყვანათ. ექიმი არ შემოყავდა, დალეწილები ვიყავით, დასხლიანებულები ვიყავით, ექიმებს ვიხოცებოდით. ჩემ მეგობრები შიმშილობდნენ ევროკავშირის ოფისთან მოთხოვნით, გათავისუფლებას კი არ ითხოვდნენ. ექიმი შეუშვითო, ხერხემალი მქონდა დაზიანებული, რომ ის ექიმი შეუშვითო და ექიმი არ შემოუშვეს. და ერთი სიტყვა არ უთქვია, კაცო, იმ ევროკავშირის ელს მაშინ მაგაზე. ეხლა რო გრძელიენები აქვს და ეხლა ის თურმე ლაშატალახაძე რო ყოფილა აგრესიული თურმე და სანქციები უნდა დაადონ და იმას გენოპეტრიაშვილს თურმე ერთი სიტყვა ვინმე სანქცია კი არა, ვაფშე ერთი სიტყვა თქვა ეს სადმე რა, მე ძალიან მაინტერესებს რა. ერთი სადმე ვინმე ჯერ აუბედურებაა საკუთარი ქვეყნის სანქციების დადების სიხარული და ბედნიერება. ეს რა არის? ირინა ენუქიძეს არ უკადრებია, ეგეთი რამე არ უთქვია. თავში აზრად არ მოსულია, ერთადერთი შვილი მოუკლეს, გია, მაგაზე გამწარებული ადამიანი ვინ იყო ამ ქვეყანაში ვანახოს ერთი. დღეს ვინმე არის? ლაკა ხოშტარია არის დღეს უფრო გამწარებული რამით? იამეტრეველს ეგ არ უკადრებია. ზურა ვაზაგაშვილის მამას იურის ცხონებულს, რომელიც შვილის საფლავზე ააფეთქეს, მე ეგ არ უთქვია, რომ ისო რა ქვია, საქართველოში სანქციები დაადეთო და ან გაუქმეთო, რამე წაართვითო და იზოლაციაში მოაქცევეთო. საქართველოს არავის არ უკადრებია ეგეთი რამე. საქართველოს რეები რები გადაიტანა ამ ქვეყანამ და თავში არავის აზრად არ მოგვსვლია მეტიც როგორც კი საომარი სიტუაცია დაიწყო და რაღაცები ჩავიცვი რეზერვში გავიქეცი ხო გახსოვს მაშინ გამოვედით და ვთქვით რომ ერთ სიტყვას არ ვიტყვით ჩვენ ნაძირალა სააკაშვილზე მიუხედავად იმისა რომ ეგეთი არაკაცი მეორე არ ვიცი მე დედამიწაზე რომ დადიოდეს გამოვედით და ვთქვით რომ ჩვენ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მორატორიუმს ვაცხადებთ. ერთი სიტყვა არ გვითქვია მთელი 6 თვე თუ 5 თვე თუ აღარ მახსოვს რამდენი ხანი, ერთი სიტყვა არ გვითქვია პირიქით, აბა რა შეგვეძლო და ზოგი მერე დავრბოდით და ხაჭაპურები და ისინი მიქონდა იმასთან პროდუქტებს ვაგროვებდით და ისა რა ქვია, ვეხმარებოდით დევნილებს და აბა ჩასახლებში სოზართან შტაბი იყო და დავრბოდით რომ იქ ბავშვები რო იყვნენ, მიყრილები და ფეხებზე რო ეკიდათ, მოსახლეობა რო არ გამოიყვანეს და თავისით რო ჩამოვიდა ხალხი და ქუჩაში რო დაყარეს აქ და ჩვენო ცხინვალს ვაკონტროლებთო რატო წამოვიდნენ წიხლებით ვამტრევდით იმის სკოლის დაბაღის კარებებს რომ შეგვეყვანა ეს ხალხი და ღამე ქუჩაში მესამე და მეოთხე ღამე ქუჩაში აღარ გაეთენებინათ რომელ რუსეთზე ლაპარაკობენ ვისი რუსეთის ეგეთი აგენტურა მაგათ რო ქონდათ საქართველოში თემურ ალასანია რომელიც გაეროში იყო კგბ-ს წარმომადგენელი ტიპი საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი კგბ-ს სკოლის გარეშე და კგბ-ს გენერლის სამხრეების გარეშე ვინ გაუშვებდა გაეროში იმათ თან ბირთვული პროგრამების და შეიარაღების და რაღაც მიმართულებები ებარა ტიპი საბჭოთა კავშირის და მაგის გაზდილი დიშვილი თავისი რომელიც 9 აპრილი რო იძახით კაცო 99 წელში სააკაშვილი ჯარში მსახურობდა კგბ-ს ჯარში 10 აპრილს დილით რო გაიღვიძა იმ ლენინის დროშას აკოცა ესე იმათ რა ქვია სტროიში რო დააყენეს იქ და იმას საიუზ ნერუშემის უსმენდა რომელ 9 აპრილზე ლაპარაკობენ ესენი თო ჯერ 9 აპრილიც არა მარტივად არის რა აი დაჩი რა არის აქ არის ძალიან მარტივად საქმე ხა რასაც შენ იძახი ხო რომ ინაც აი ამ ტოლულების შემოყვანის და წიხლით ვანგრევდით და საბავშვო ბაღებს და სკოლის კარებებს რომ შეგვესახლებინაო და რაღაცა ხო ელემენტრო ეს ხალხი და ეს საზოგადოება მაგათ არ უყვართ რა ამ ხალხს მაგათმა ქვების გროვა უწოდეს რა ეს ეგ არის მაგათ გონიათ რომ ეს ხალხი აჩირებს ქვეყნის პროგრესს კი ესმის მაგათ
გონია და ესე უდებენ თავში იმ ახალგაზრდებსაც, რომ ეს არის სიბნელე. თვითონ არის ადვინუტები, მაგრები. აი აქედან ვერ გამოვიდნენ. რუსული და საბჭოთა მენტალობიდან თვითონ ვერ გამოვიდნენ. გესმის, ამ ხელა მსოფლიოში სხვა ვერაფერი ვერ დაინახეს. და ისევ იქ საბჭოთაში ბრუნდებიან, გესმის? აი მენტალობი და ამას გაბრალებენ შენ. ამას გაბრალებენ შენ, ეგ არის მთელი მაგათი უბედურება. ესენი არიან გენეტიკური შთამომავლები 20-იანი წლების პრადვინუტი ამ იმისი რა ქვია მებრძოლ უღმერთოთა კავშირის და დღეს არ არის უღმერთოთა კავშირი ეს ეგრე არ ქვიათ თორე უღმერთოთა კავშირი არ არის არ მოვისმინეთ ის ჩანაწერი რასაც ლაპარაკობენ წმინდა გიორგიზე იქნება თუ იმაზე მიშას კაბინეტში რაზეც ეს არ არის უღმერთოთა კავშირი დასცინიან გია დასცინიან ყველაფერი არ ქვიათ რა მაგიტო რა მე რა პრობლემა მქონდა მაგათთან შე რა პრობლემა მქონდა გია მაგათთან რა პრობლემა მქონდა რომ ქართულს ყველაფერს დასცინოდენ ეზიზღებოდათ პროფესორებს უნივერსიტეტში თავსლაპს ასხავდნენ შეურაცხყოფას აყენებდნენ რა ვიცი უდიდეს ადამიანებს რომლებიც დიდი ნაწილი სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და მე ვამაყობ რომ ისინი ჩემი ლექტორები იყვნენ და ჩემი პროფესორები იყვნენ და მე მათ რო გამზარდეს ისტორიის ფაკულტეტზე უნივერსიტეტში და ამათ ჩარეცხილებს ეძახდნენ კაცო და იმაში გადაკეტეს გამოყარეს უნივერსიტეტიდან წიხლით გაყარეს ეს ამხელა ღვაწლმოსილი ხალხი და შეყარეს ისინი ვიღაცად უბედურებები ის გული გაგისკდება ჯერ ან რას ასწავლენ თვითონ არაფერი არ იცოდნენ თან ხო ვიცნობდით მაგ ხალხს კაცო თანატოლები ვიყავით თვითონ მაგათ ვის რა უნდა ესწავლებინათ მაგათ და რაღაცა ქვეყანა ესე იგი განათლების სისტემა უნდა განადგურებულიყო და ანადგურებდნენ მშვენივრად მაგას ეგ იყო მაგათი მთავარი ამოცანა ეს ლომაია ეს კანალიზატორი რო დანიშნეს განათლების მინისტრად და ვითომ რაღაცა ეს ძალიან მაგარი ტიპი რო იყო ეს ჩვენი ვარამია არის ხო რომ ვარამია მოადგილე განათლების ერთ დღეს პროკურორი იყო მეორე დღეს განათლების მოადგილე და მე იქიდან წავიდა სასწავლებლად თუ სასწავლებელი ქონდა შეოჯახა შენებულო და არაფერი არ იცოდი განათლების მინისტრად რატომ მუშაობდი და თავარ პროკურორად რა გინდოდა ხო და წარმოიდგინეთ ანუ რა დროს მუშაობდა მთავარ პროკურორად რა დროს მიზანი იმედის დარბევები და ისინი რო იყო მაშინ მუშაობდა ბიჭო მაგან დაარბია მაგან მოაწერა ხელი ეხა გამოდიდა თავისუფლებისთვის მეპაირაღია დროშა პირველი მაგას უჭირავს სკოლაში რა სასწავლიდან და ის რა იყო იმის გამოცდები რო შემოიღეს სწორი პასუხი რო ის რა ქვია ესე იგი ბილეთი რო გაქვს და ამოვა ფეხბძიმე უნდა დასვა თუ დაუთმო თუ არა ადგილი მახსოვს ერთ-ერთი პირველი ეგ იყო რაზეც მაშინ რაღაც გაგიჟებულები ვიყავით ხო რომ რაღაცა ანუ აბსოლუტურად დაცლილი მორალისგან ყოველგვარი ქართულისგან ეს იყო სამარცხვინო მაგათვის ყველაფერი ქართული იყო სამარცხვინო კაცო სააკაშვილი იმ ვიდეოში არ არის უკრაინა მე რო ჩავედიო კაცო მე გავანათლეო ეგენიო მე შევიტანეო სინათლეო თორე მაგათ არაფინ არ იყვნენო დიდი ქუდები ეხურათო და ულვაშებიანი ხალხი იყო რო ყვება უკრაინულ ტელევიზიაში ჩაერთეთ ხალხო და მოусმინეთ მე ხო არ ვიგონებ მაგას აბატონო არის თურმე არც გრიგოლ ხანძთელი ყოლია არც ბექა და ბეშკენოპიზრები ყოლია საერთოდ კულტურა არ ქონია ფოლკლორი არ შეგვიქმნია, არაფერი მიშას შეუქმნია და დედამის თურმე ისე ყველაფერი ამ ქვეყანაში თურმე და აი მაგათი შექმნილი ის რა ქვია რაღაცა სიგიჟე ეს უნდა იყოს თურმე ქართული და მე ვებძვი მაგას. ეს არის ჩემს სისხლთან არის წინააღმდეგობაში. აბსოლუტურად მე ვერასოდეს ვერ შევეგუები მაგათ რაც მაგათთვის არის ნორმა და რაც მაგათთვის არის უკაცრავად და კაი პონტი ჩემთვის არის აბსოლუტური წინააღმდეგობა ეს. მე ამის წინააღმდეგი ვარ და ვიქნები ყოველთვის. გამორიცხულია მე საერთო რამე მქონდეს, ავიცი, მაგალითად კანდელაკთან, საერთო მქონდეს რაღაცა რამიშვილ ლევანთან, ბოკერიასთან და დანარჩენებთან კიდე ხო ვინც არიან ამათი ამ რაღაცა ამ იდეოლოგიის ღმერთები საქართველოში მათი ვინც შეუქმნეს ეს და საიდანაც მოდიან ხო ეს იდეოლოგია ქმნის უჩა აბაშიძეებს გია ანუ მათი ნაყოფი არის უჩა აბაშიძე მე ვფიქრობ რომ გამზარდა რაღაც გავიზარდე ხალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის ლექციებზე და ოთარ აბაშიძის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩემი უდიდესი მეცნიერები მასწავლიდნენ ისტორიის ფაკულტეტზე და აი ამათი გაზრდილები არიან უჩა აბაშიძეები უჩა აბაშიძეები არიან ხალხო მაგას ზდის მაგას შობს უჩაბაშიძე მე ბავშვი ვიყავიო ეხა გამოვა და იტყვის ეხა რა ჩავიხვია ის კაცი მაგრამ ეს არის ნათელი მაგალითი იმის მაგ გარემოში რა იზრდება
როგორც რა ვიცი ვაშლის ნაყოფისგან ვაშლი ამოვა ისევ ეგრე არის ეგეც ხო მაგ გარემოში გაიზრდებიან ეგეთები რომელიც მათ შტაზიო და კგბ-ო რო იძახიან პირად ცხოვრების თვალთვალი სააკაშვილის დროს უნდა გენახათ ხალხო რა დღეში აგდებდნენ ადამიანებს და აბადა ჩაწერა და საძინებლებში გადაღება და გაუპატიურება და ამის გადაღება მერე და ამის თორე ვაჩვენებთ და ეს ხო იყო ჩვეულებრივი ამბავი და ეს ვინც შექმნა ის იყო დემოკრატიის შუქურა და გადაეფარა მთელი ვითომ ეს დემოკრატიის სამოთხე ამ შუქურებს რომ არა ხელი არ ახლოთ ამათ ყოველი ადამიანის დასჯაზე იყო ჯვარცმა ყოველი ბოროტმოქმედის დასჯაზე ყოველი დამნაშავის დასჯაზე სააკაშვილზე რა დღეში არიან კაცი რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით გია მიდიოდა და ლონდონში ძუძუებით დახატულ ნახატებს ყიდულობდა და აქ არის ფულია გადახდილი კაც ბიუჯეტის ფულით ტიპი წავიდა და ქალი რომელიც მკერდით ხატავდა ეს ჩააწობდა ჯერ იმაში საღებავში და მე იმაზე ტილოზე დახატავდა ეს ნახატი იყიდა ტიპმა დოქტორი დოთი პორნო მასაჟისტი ჩამოიყვანა ტიპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავი გაუშვა ჩამოიყვანა მე აქ მთელი ამბავი და გადააფრინა უკან და ამაში ბიუჯეტის ფული ხარჯა და ამაზე ტიპები დემოკრატიის შუქურას ეძახიან და ეს არის იჯაკების საქმე ის თურმე ადამიანები რომლებიც ციხეში განადგურებდნენ და აუპატიურებდნენ და ამაზე ყოფილა თურმე ვაშლის გათლის საქმე კაცი რომელიც ბიუჯეტის ფულით მკერდით დახატულ ნახატებს ყიდულობდა და დოქტორი დოტი ჩამოყავდა ყოფილა თურმე პიჯაკების საქმე და ეხა იქცევა ქვეყანა თურმე ეხა არის უბედურება გია აი ნუ რა ვიცი ეს არის საშინელება რა გაგვივიდა და ჩიდრო ძალიან დიდი მადლობა უბრალოდ მინდა კიდე ერთხელ თქვა რომ და რა თქმა უნდა კაი რაღაცა თქვი შენ რომ ეს პრინციპში ეს კარგად დავიწყებული ძველია რა ქართველ უღმერთოთა კავშირის ვებრძვით ეხა ჩვენ რა რომელიც სამწუხაროდ რამდენი ხანია ხო რამდენი ხანია 2000 წლიდან ეს 25 წელიწადია აი ქართველ უღმერთოთა კავშირის ვებრძვით რა ნასწავლს სოროსისგან როგორ უნდა მოიქცეს საკუთარ ხალხს და საკუთარ კლაუს შვაბისგან გესმის აი ამ ხალხისგან გამოზრდილ ტიპებს ქართველ უღმერთოთა კავშირი აი ძალიან მაგარი ის არის რა ნაციონალური მოძრაობა არ ქვია მაგას თქვა ქართველ უღმერთოთა კავშირი და თანამედროვე და მათ გარშემო მობილიზებულ ყველა ადამიანს რა ვისაც მათი იდეოლოგიის ჯერავს რა და იცოდნენ რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი წინაპრები იყვნენ მებრძოლ უღმერთოთა კავშირის მოწინააღმდეგეები, აი ღირსეული ქართველები. ჩვენ ვიქნებით ქართველ უღმერთოთა კავშირის მოწინააღმდეგეები და ალბათ ჩვენ შვილებსაც მერეც დაიბადებიან ალბათ ეგეთი ავადმყოფები და მერე ჩვენ შვილებსაც მოუწევთ გაუთავებელი ბრძოლა. ეს თუ იქნება და იქნება. თავარია რომელ მხარეს აი ისტორიის სწორ მხარეს აი ჩემთვის აი ეს არის სწორი მხარე ისტორიის. კი რა თქმა უნდა ქართველ უღმერთოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩემთვის ისტორიის სწორი მხარე. კი ბატონო. ბოლო ამოსამთქვამდე ესე იქნება. კი ბატონო, ასე რომ სუტყვილია, ეს არის თავზე მოხეული ამბავი რომ ვითომ რაღაც რუსეთის იმპერიას ებრძვით ეხლა თქვენ ეგ არის თქვენ ელემენტარულად გაუთვითცნობიერებელო ახალგაზრდებოდ გეხართ ქართველ უღმერთოთა კავშირის გვერდზე და ებრძვით საკუთარ ხალხს. აი ეგ არის თქვენი ამბავი. იცით რატო ებრძვით საკუთარ ხალხს? იმიტომ რომ 1.200.000 კაცი არის ეს ადამიანები აქეთ. თქვენზე მეტი. მაგიტო ებრძვით ქართულ ხალხს. და კარგად დაფიქრდით რომ არ აღმოჩნდეთ შეცდომაში შეყვანილები და კრიტიკულად იაზრონეთ ცოტა რომ რაღაცნაირად ფონს გავიდეთ. ჩვენ კიდე რა თქმა უნდა სტრატეგიული მოთმინებით გავაგრძელოთ ეს ყველაფერი და მივიდეთ რა თქმა უნდა იმ აღქმულ მიწაზე სადაც რა თქმა უნდა უკვე 35 წლის განმავლობაში მოვდივართ ხო? მოვდივართ რა არ შევხვდა ამ გზაზე, მაგრამ ვართ და ვიქნებით ყოველთვის. დიდი მადლობა დაჩი. კარგად გზადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. ირანისთვის დროის სათვლა დაწყებულია. ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ამერიკულმა გამოცემა პოლიტიკომ. სტატიაში 4 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა 60 დღიანი ვადა დაუწესა ირანს იმისთვის, რომ მან თავის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანს სამხედრო შურისძიება ელის. გამოცემის თანახმად, ტრამპის წერილში ირანის ლიდერის მიმართ მოყვანილია ბოლო ვადა, რომელიც ადგენს უმაღლესი დონის შეხვედრას ომანში.
ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არჩაღლის შორის. ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ვაშინგტონს და მის მთავარ აღმოსავლელ მოწინააღმდეგეს შორის მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება დაიწყო. ზოგიერთი ისრაელელი ჩინოსანი და გორები რესპუბლიკური პარტიიდან კონგრესში შიშობენ, რომ ამ მოლაპარაკებებმა შესაძლოა თეირანის წისქვილზე დაასხას წყალი, თუმცა ღიად პრეზიდენტის დიპლომატიურ ძალისხმევას ცოტა თუ გააკრიტიკებს. მათ ეშინიათ, რომ ირანი ტაქტიკურად გამოიყენებს მოლაპარაკებებს საკუთარი ძალების აღსადგენად, ან იმ პერსპექტივაზე გათვლით, რომ ტრამპი სწრაფად დიპლომატიური გამარჯვებისთვის ცუდ გარიგებას დათანხმდება. ირანის გადმოსახედიდან საქმე ეხება დროის მიზანმიმართულ ხარჯვაზე, რომელსაც ის გამოიყენებს თავისი ბირთვული პროგრამის წინსვლისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რეპუტაციის გაუმჯობესებისთვის, განაცხადა ამერიკის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა და დღეს ატლანტიკურ საბჭოში ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა ჯონათან პანიკოვმა. პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი და ისრაელში ამერიკის ყოფილი ელჩი დენი შაპირო ამბობს, რომ თუ კი შეერთებული შტატები ან ისრაელის სამხედრო მოქმედების მიმართავენ, ირანმა შესაძლოა მათ უპასუხოს. მიუხედავად ამისა, ტრამპის წერილში დათქმულმა 60 დღიანმა ვადამ შესაძლოა ირანზე წნეხი გაზარდოს და ის დათანხმდეს სასარგებლო შეთანხმებას, წერს გამოცემა. როიტერსი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის ხელისუფლება გეგმავს გააკონტროლოს რუსული გაზპრომის გაზსადენი, რომელიც ევროპისკენ უკრაინის ტერიტორიის გავლით გადის. მათ ეს უკრაინის ხელმძღვანელობისგან მოითხოვეს. თუ კი კიევი ამას დათანხმდება, გაზსადენზე პასუხისმგებლობას აიღებს განვითარების დაფინანსების საერთაშორისო კორპორაცია, რომელიც ამერიკის მთავრობას ექვემდებარება. ეს მოთხოვნა გაჩნდა სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების პროექტში. მოლაპარაკებები ამ თემაზე ვაშინგტონში 11 აპრილს გაიმართა. წყარო სააგენტოს ატყობინებს, რომ მხარეები ამ მოლაპარაკებების დროს ერთმანეთის მიმართ უკიდურესად მტრულად იყვნენ განწყობილნი. უახლოეს თვეებში უკრაინის არმია ჩამოიშლება, წერს გამოცემა სტრატპოლი საფრანგეთის არმიის გენერლის სიტყვებზე დაყრდნობით. ასეთ პროგნოზს აკეთებს საფრანგეთის არმიის გენერალი და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი დომინიკ დელავარდი. მისი აზრით, ევროპა ვერ დაეხმარება უკრაინას, რომელსაც ძალა ფაქტობრივად აღარ დარჩა. ფიქრობ, ეს ავანტურა უახლოეს თვეებში დასრულდება. უკრაინის არმია ჩამოიშლება. კიევი უნდა დათანხმებულიყო რუსეთის პირობებს 2022 წლის თებერვალში და დღეს უკეთესი სიტუაცია იქნებოდა, უთხრა მან გამოცემას. დელავარდმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ევროპული ჯარები უკრაინაში არ შევლენ. მეტიც, მთელი ამ ევროპული დაპირებების უკან არაფერი დგას. მაგალითად, გენერალმა მინსკის შეთანხმებები მოიყვანა და თქვა, რომ დღეს უკვე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ყველა საფუძველი აქვს არ დაუშვას ევროკავშირი მოლაპარაკებების პროცესთან. ის, რაც ევროპას დააჩოქებს, ესაა მისი ეკონომიკა. ამას გარდა, ევროპულ ქვეყნებს არმიებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ევროკავშირის სამხედროების შერჩევისას დიდ სირთულეებს აწყდება, დასძინა გენერალმა, რომლის თქმითაც ძალა არც ევროპას აღარ აქვს და არც უკრაინას. უკრაინაში ახალი სკანდალია. იტალიურ სახელმძღვანელოებში ყირიმი რუსეთის ნაწილადაა მოხსენიებული. ჩვენ გავაანალიზეთ 60-ზე მეტი წიგნი მე-7 კლასის გეოგრაფიის 2001-2024 წლების სახელმძღვანელოები, რომლებსაც ბავშვები ევროპის გეოგრაფიას სწავლობენ. ეს საშინელებაა. ჩვენ ხედავთ, როგორ იცვლება უკრაინაზე წარმოდგენა. არც ერთ სახელმძღვანელოში არ არის მითითებული, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა დარღვეულია და ყირიმი ანექსირებულია. 2022 წლის შემდეგ ბევრ სახელმძღვანელოში ყირიმი რუსეთის ტერიტორიადაა მოხსენიებული, წერენ უკრაინული გამოცემები. ზოგიერთ წიგნში არასწორად აღწერილი ისტორია დონბასში და ნათქვამია, თითქოს ეს უკრაინის რაღაც შიდა კონფლიქტია რუსულენოვან და უკრაინელებს შორის, ამბობს აღშფოთებით იტალიის უკრაინული ასოციაციების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ელენა კიმი. ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკის მხარდამჭერი მიტინგი ჩატარდა. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, ვუჩიჩის მხარდაჭერ აქციაზე დასასწრება 9000-ზე მეტი სერბი ჩავიდა,
კოსოვოს და მეტოქიის მხარიდან. აქცია, რომლის ლოზუნგიც იყო სერბეთი არ დაგითმობთ, მოაწყო ზეპარტიულმა მოძრაობამ ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის. მანამდე ვუჩიჩმა მოუწოდა ამ მოძრაობის შექმნისკენ იმ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების პასუხად, რომლებიც სადგურ ნოვი სადში სახურავის ჩამონგრევის ტრაგიკულ მოვლენებს მოჰყვა. პრეზიდენტის თქმით, 5 თვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ქვეყანა ტერორმა და შიშმა წალეკა. ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლე პალისამ განაცხადა, რომ არმიაში ყველა უკრაინელი უნდა გაიწვიონ, მათ შორის ქალებიც, როგორც ეს ისრაელშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ნორმალურად არ გამოიყურება, პალისა ამტკიცებს, რომ თუკი მოქალაქეს პრეტენზია აქვს, რომ სახელმწიფოსგან მიიღოს თანამდებობა, განათლება, რაღაც დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ის ვალდებულია გააფორმოს უკრაინის არმიასთან კონტრაქტი, თუნდაც ერთწლიანი, თქვა მან. გამოცემა ექსპრესის ცნობით, ავსტრიაში უკრაინელი დევნილებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების გაუქმება მოითხოვეს. ოჯახის საკითხების შესახებ მრჩეველების კონფერენციაზე ზალცბურგის გუბერნატორის მოადგილე მარლენ შვაზეკმა განგაში ატეხა. მისი თქმით, სულ უფრო და უფრო მეტი მრავალშვილიანი ბოშათა ოჯახი შედის ავსტრიაში დასავლეთ უკრაინიდან, როგორც გადაადგილებული პირი და ითხოვს სრულ სოციალურ დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს, საიდანაც ისინი ავსტრიაში შედიან, ომი არ შეხებია. შვაზეკმა მოუწოდა მთავრობას სასწრაფოდ გაუქმდეს უკრაინაში გადაადგილებულ პირთა შესახებ განკარგულების მოქმედება. ზალცბურგში მრავალშვილიანი ოჯახები უმალ იღებენ ყველა სოციალურ დაფინანსებას. უკრაინელი გადაადგილებულები არ ექცევიან თავშესაფრის მინიჭებაზე კანონის მოქმედების ქვეშ, არამედ მათზე ვრცელდება განკარგულება და პირველივე დღიდან ისინი იღებენ ყველა ფინანსურ შეღავათს, მათ შორის საჯარო დახმარებას ბავშვის მოვლისთვის და სოციალურ უზრუნველყოფას. ოჯახის საქმეების მინისტრა კლაუდიოს პლაკოლმა მხარი დაუჭირა გუბერნატორის მოადგილეს, მიაჩნია, რომ უკრაინიდან გადაადგილებულ პირთა შესახებ განკარგულება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, თქვა პოლიტიკოსმა. მისი თქმით, ადამიანებს უკრაინიდან ახლა ზუსტად ისე უნდა მოეპყრონ, როგორც თავშესაფრის სხვა მთხოვნელებს. ზალცბურგის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა თავშესაფრის საკითხებში ანტონ ჰოლცერმა განაცხადა, რომ გაფართოებული ოჯახები ჩავიდნენ საკარპატიიდან, ანუ დასავლეთ უკრაინიდან, სადაც ომი არ არის. ისინი 6-9 ადამიანისგან შედგებიან, უამრავი ბავშვი და ცხოვრობენ დიდ შენობაში, მათზე სრულად ზრუნავენ, იღებენ საჯარო დახმარებას და ჯიბის ფულს. გარდა ამისა, გუბერნატორის მოადგილის შვაზეკის თქმით, სკოლები მოსწავლეების მიღებას ვეღარ აუდიან. დიდი პრობლემები გვაქვს კლასების შექმნის მხრივ, სადაც ჩვენა მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს ვასწავლით, მათ წერა-კითხვა არ იციან. ასეთი ვითარება მხოლოდ ზალცბურგში არ არის, სხვა მიწებზეც სულ უფრო იზრდება განცხადებების რაოდენობა მრავალშვილიანი ოჯახების მხრიდან. ქვემო ავსტრიაში ამბობენ, რომ კვირაში 30 განცხადებას იღებენ. თუკი განკარგულება გადაადგილებული პირების შესახებ არ ადაპტირდა, სულ უფრო მეტი მრავალშვილიანი ბოშათა ოჯახი შევა ავსტრიის ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მისაღებად. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკრაინაში 400,000-მდე ბოშა ცხოვრობს, წერს გამოცემა. ამერიკულმა გამოცემა Newsweek-მა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ნაჩვენებია თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს გეოპოლიტიკური წესრიგი ამერიკის და რუსეთის მოლაპარაკების შემდეგ, ასევე ამერიკა-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამწვავების ფონზე. გამოცემის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დღევანდელი სიტუაცია ჰგავს ახალი იალტის კონფერენციის მზადებას. საუბარია 1945 წლის ისტორიულ შეხვედრაზე, რომელზეც სახელმწიფოებმა ევროპა გავლენის სფეროდ გაიყვეს. Newsweek-ი ანალიტიკოსების აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს აღიქვამს სივრცეთ, სადაც დიდი სახელმწიფოები გავლენის საკუთარ ზონებს ადგენენ და ცდილობენ არ ჩაერიონ ერთმანეთის საქმეში. ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ის, რომ შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი ფაქტობრივად ერთმანეთში გაიყოფენ გლობალურ გავლენას. იმავდროულად პრეზიდენტი ტრამპი ფსონსდებს ამერიკის პოზიციის გამტკიცებაზე დასავლეთ ნახევარსფეროში, რასაც გარდაულად მოჰყვება ინტერესთა კონფლიქტი. ჩინეთიდან განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში და აიძულებს ამერიკის ლიდერს უარი თქვას ვალდებულებების ნაწილზე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. თუმცა გამოცემის აზრით, თუკი შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევა და კომპრომისი ვერ მოიძებნება, მოსკოვის პოზიცია ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში შეიძლება მნიშვნელოვნად შესუსტდეს.
ამ შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება ჩინეთზე, განსაკუთრებით ვაშინგტონი პეკინით გახანგრძლივებული კონფლიქტის ფონზე, სადაც პეკინი აღმოჩნდა 155%-იანი ტარიფის წინაშე. ასეთ პირობებში ჩინეთმა შესაძლოა აირჩიოს ეკონომიკური კავშირების გამტკიცება ევროპასთან, რაც რუსეთის პოზიციებს კიდევ უფრო შეასუსტებს. ამგვარად, უახლოესი თვეები გადამწყვეტი გახდება ახალი გლობალური წესრიგის ფორმირებისთვის, რომელშიც წამყვანი სახელმწიფოები კვლავ გაიყოფენ მსოფლიოს გავლენის ზონებად.